პრემიერ-მინისტრო, გამარჯობა. გამარჯობა შარა. გვალობ რომ ჩემს ოთახში მოხვედით. ვიხარია რომ თქვენს ოთახში ვარ. ის ცოტა მაღალია, მაგრამ მაძლევს საშუალებას დავინახო გზები პეტახტიქვასკენ. მახსოვს რომ აქედან არც ისე შორს მსახურობდი. საერეთ მათკალის სირკინის ბანაკში და ხშირად ამ გზით გავდიოდით. ნახეთ რა მოხდა ამ დროის განმავლობაში აქ. აქ იყო წიფელი ქვიშა პორტოხლის ბაღები. და ეხლა აქ სხვა რაღაცები გაიზარდა. დიდი ხანია რაც აქ არ ყოფილხარ. არა, სინამდვილეში აქ არ ყოფილ ვარ, მაგრამ არა ხანდახან სტუმრობ და ყოველთვის შები შტაბეჭდილების ქვეშ იმ დიდებული რაღაცებით, რასაც აქ ხედავთ, ქვეთანაყვავის. მოусმინემ სუბუქი მატარებელი გარდამტეხი მოვლენაა. სწორედ ამიტომ ავირჩიე აქ ყოფნა. დიახ, შენ ჩემი პირველი სტუმარი ხარ. ძალიან ბედნიერი ვარ რომ აქ ხარ, მართლა. პირველი. შენ ხარ პირველი სტუმარი, ეს პოდკასტის სადებიუტო ეპიზოდია. მიხარია რომ აქ ვარ, შენი პოდკასტის სადებიუტო ეპიზოდში. როგორ ხარ? კარგად. დღეს დილით რომელი საათზე გაიღვიძე? რომელი საათია? 7:30-ია თუ რაღაცა მსგავსი. ეს ის დროა, როცა ჩაულებრივად იღვიძებ. ეს არ არის ის დრო. ეს ის დროა, როცა მე ვიძინებ. ჩაულებრივ ცოტა უფრო გვიან ვიძინებ, მე მიჩეული ვარ ძილს. ჩაულებრივ 1 და 2 საათს შორის ვიძინებ და ვიძინებ 7 საათამდე. შენ ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებ? მე ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. იცი რატომ? რატომ? პილოტისთვის ძილის საათებს დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ხლასი. რა განსხვავებაა? ჭირდება თვითმფრინავის მართვა. სახელწოდებით ისრაელის სახელმწიფო განახლება გჭირდება. რომელი იყო ბოლო ზარი დაძინებამდე? ან ვისგან იყო ბოლო ზარი? სამხედრო მდივანი. თითქმის ყოველთვის ასეა. ზოგადად თითქმის ყოველთვის. და პირველი ზარი როცა იღვიძებ. სამხედრო მდივანი იწყებს სადაზვერო ანგარიშების წაკითხვით. თუ ჯერ სოციალურ ქსელებში შედიხარ რომ გაიგო რა ხდება? არა. იმდენი სადაზვერო მასალა გავს, რომ იცი მართლა არსებობს ზღვარი, რამდენი საქმაც შეგიძლია. ბიხ. ჩემთვის ჩვევად მაქვს, რომ ყოველდღე ვცდილობ წიგნების ნაცვლადები წავიკითხო და რაც ამას ეწინააღმდეგება, უბრალოდ ის უზარმაზარი რაოდენობის მასალაა, რომელიც ისრაელის პრემიერ-მინისტრს მიეწოდება. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ეს ძალიან განსხვავებულია. მე ვესაუბრები სხვა ლიდერებსაც. ეს იგივე არ არის. ზოგჯერ ხედავ სადაზვერო მასალას და ამბობ, ვაუ, აქ რაღაც არის. ეს ყოველთვის მინახავს. არა, რა თქმა უნდა. დღეში 60 ჯერ. მუდმივად არის იქ რაღაც განსაკუთრებული. თუ ძირითადად ყველაფერი ჩვეულებრივად მიმდინარეობს, რადგან შენ აქურდები რა ხდება ამ დაბინძურებაში. არა, ნახე, ესეთი დიდი რაოდენობის ინფორმაციის გადამუშავების ერთადერთი გზა არის სამხედრო სამდივნოზე დაყრდნობა. რომელიც იცი ყვითლად აღნიშნავს იმას, რაც მნიშვნელოვანია, რაც შეიცვალა. სხვა შემთხვევაში უბრალოდ დაიხჭობი მასალის ზღვაში. მე სწრაფად კითხულობ. გონია რომ ასევე სწრაფად ვითვისებ, მაგრამ ეს მუშაობს. ამიტომ დროის მნიშვნელოვან ნაწილს, იცი, ვცდილობ ფილოსოფიური აზროვნება ჩავრთო, ცოტა ისტორია, ცოტა ეკონომიკა გვერდზე, რადგან სხვაგვარად შეიძლება გადაიცვა. იცი რომ კისინჯერმა თქვა, რომ საჯარო თანამდებობაზე შენი ინტელექტუალური კაპიტალით მიტით მიდიხარ და იწყებ მის ხარჯვას. და მე არასდროს ვეთანხმებოდი ამას, რადგან ვამბობდი რატომ. რატომ უნდა გავაკეთო ეს? თუ ჩემთვის ასე მნიშვნელოვანია ციგნების ხარბად კითხვა, კარგი ციგნების, რომლებიც მაძლევენ ახალ ხედვებს, გაკვეთილებს და შთაგონებას, რატომაც არა, არ არსებობს მიზეზი, რომ შენი ინტელექტუალური რესურსი შემცირდეს, ის შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. და მე ოლდს ამას ვცდილობ, ასეა, მაგრამ ეს ხშირად ეჯახება კონკრეტულ ნომერს, რა. დამისახელე 3 ციგნი, რომელიც ადამიანს ცხოვრებაში უნდა წაიკითხოს. გსმენია ბიბლიაზე, კი? როგორ არა, დაიწყე მისით დეტალურად. ძალიან კარგია რომ მისით იწყებ. ამიტომ ყოველთვის ბიბლიით დაიწყე. კარგი. მერე გადადი ებრაულ სახელმწიფოს. დიახ, სწორედ ამიტომ ვართ აქ, რომ არ იყოს ეჭვი. თუ ჰერცლს ის პატარა ბროშურა არ დაეწერა, არანაირი შანსი არ იქნებოდა რომ აქ ყოფილიყავით. ის უბრალოდ ჩვენი თანამედროვე მოსეა. მოსე კიდევ უფრო დიდი იყო დიადი, მაგრამ მას არ ჰქონდა ჰერცლის გენიალურობა და არც მისი უნარი ებრაული მასები გაერთიანებინა. განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ ევროპაში. და ასევე მისი უნარი ასულიყო მსოფლიო არენაზე, მსოფლიოს დიდებულებისა და მმართველების წინაშე. ეს საოცარი უნარი ამ კაცს, რომელიც აქ მხოლოდ 8 წელი მოღვაწეობდა, დაიწყო 36 წლის ასაკში და გარდაიცვალა 54-ში. ამიტომ მე გირჩევდით, წაიკითხოთ მისი მთავარი დოკუმენტი, უდავოდ ებრაული სახელმწიფო, რომელიც ჩვენი ქარტია, ხო ასეა, ჩვენი მანდატი. და მესამე
შემდეგ პოდკასტში ამ ორ საკითხზე გიამბობ. ვიფიქრე რომ ეთქოდი ბენჟამინი ის როლი. კარგი, თქვი. სხვათა შორის ეს ძალიან კარგი წიგნია. წაიკითხე? მე თითქმის ერთიანად წავიკითხე, იმიტომ რომ ეს წიგნი ძალიან სუბუქად არის დაწერილი შედარებით, მაგრამ ამავე დროს ძალიან ღრმა, ანუ ისტორიები კარგად მიედინება. რა გაგიკვირდა? რაც გამიკვირდა ის იყო, რომ ეს ყველაფერი ფუცლებზე და კალმის დაწერე შენ ხო ერთხელ უკვე მომიყევი ეს, არა? ხო, არ ყოფილა რაიმე არ. ხელით იყო, ხელით. რატომ არასდროს ჯდები კომპიუტერის წინ? არა. კეთვი რატომაც, ეს ძალიან საინტერესოა. დავწერე, ხო, ეს დავწერე. შემა რედაქტორმა მითხრა, რომ ეს იყო ყველაზე სწრაფი წერა, რაც გეოდესმე უნახავს. გარდა ერთი ძალიან ცნობილი მწერლისა. იცი რატო? ჯერ ერთი ეს უნდა გამეკეთებინა. იმ დროს ოპოზიციის ლიდერი ვიყავი. და გეტყვი ოპოზიციის ლიდერი ნაკლებს მუშაობს, ვიდრე პრემიერ-მინისტრი. დრო გაქვს. ამას ვერ დაწერ, როცა თანამდებობაზე ხარ. ვიფიქრე, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე დავბრუნდებოდი, ამიტომ ვიცოდი, რომ დრო შეზღუდული მქონდა. სწრაფად დავწერე, ძალიან სწრაფად. მაგრამ მეორე რამ რაც ხდება, როცა ხელი წერ, არის ის, რომ როცა ბეჭდავ, შეგიძლია თავისუფლად გაასწორო. ამიტომ ყველაფერი ძალიან მოქნილია და ადვილად იცვლება. და არაფერი არის საბოლოო, ხო ასეა. კარგი. კარგია, მაგრამ როცა ნამდვილად ხელი წერ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელი ზედმეტად არ დაიღალო, ხო ასეა. ამიტომაც წინასწარ არჩევ სიტყვებს გონებაში, სანამ ფუცელზე დაწერ, უკვე რედაქტირების პროცესს იწყებ. და სწორედ ამ მიზეზით პარადოქსულად მე პირადად ბევრად უფრო მეც წერ და ვქმნი ხელით წერით. ამიტომაც მაქვს რამდენიმე ყუთი სავსე ამ წიგნის ხელნაწერებით. იგი ერთიანად დაიწერა თუ იყო ჩასწორებები და გადახაზვები? არა, გაასწორეთ. ამასობაში. გაასწორე მაშინვე როცა წერ. შენ ბიბლიას ახსენე ყველაფერზე ადრე. რატო? გადიხარ სულიერი გაძლიერების პროცესს. ეს რაღაც ამდაგვარია? მე სამჭირდება, იმიტომ რომ ეს სახლიდან მოდის. ეს სახლიდან მოდის. კარგი, ბაბუ არაბინი იყო და ყველაფერი, მაგრამ მაინც პირადად მახსოვს, როცა მაშინ შენს ოფისში შევხვდით და გაჩვენე მოშიკო დუენოს თეფილინი, რომელიც რაბინმა ორძვიმა მომცა, რომ შენ გამოგეყენებინა მისი დედის თხოვნით. მისმა წერილმა ძალიან აგაველვა. ხედავ, რომ დროთა განმავლობაში სულ უფრო მეც აკეთებ. ერთი ფოტორებთან, ერთხელ კიდევ თეფილინის დადება. ვკითხულობ, ეს არის თუ არა ის ღრმა შინაგანი პროცესი, რომელსაც გადიხარ წლების განმავლობაში? თუ ეს არის, ნახე, ეს ყოველთვის იქიო, ეს საფუძველი. მე ვარ სეკულარული ხედვის ადამიანი. არ ვაპირებ ვიყო რელიგიური პიროვნება, მაგრამ ვარ სეკულარული. რომელსაც აქვს დიდი მოწონება ცოდნისა და სხვადასხვა წმენის წყაროების მიმართ, რომლებიც ასევე ეხება ჩვენს ისტორიას. მაგრამ ამასთან ერთად იყო მომენტი, როცა ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურობის შემდეგ ვემზადებოდი ჩემს ზარლებთან ერთად დეტალურად გეგმავდი შეტევას. იყო მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც ყველა იმყოფებოდა ოთახში. მთელი გენერალური შტაბი, მოსადი და ომის კაბინეტის შესაბამისი მინისტრები და ბოლოს ოფიციალურად გავეცი ბრძანება ოპერაციის დაწყებაზე. და ბოლოს, ზუსტად ბოლოს, თქვი, ღმერთი იყოს ჩვენთან მეთქი და უზარმაზარი ამაღლება ვიგრძენი. მართლა, უზარმაზარი ამაღლება და ყველა ადამიანი, ყველა იქ იყო. და იქ იყვნენ როგორც რელიგიური, ასევე არარელიგიური ადამიანები და ყველა ჩართული იყო ამაში. მე ეს ვიგრძენი, ეს დასამასწორებელი მომენტია. ხო, ესეთი მომენტები არსებობს და ნამდვილად ეხლაც. შეგიძლია თქვათ, რამდენი დრო გავიდა ამ მომენტიდან, სანამ ირანში პირველი რაკეტაც ჩამოვარდებოდა? და გადავამოწმო, მგონი რამდენიმე კვირის ამბავია, იმიტომ რომ თარიღი შეიცვალა გარკვეული პირობების გამო, ოპერაციული პირობების, ბების, ამინდის პირობების, ხო ასეა. აღაც კი მახსოვს რა იყო მთავარი მიზეზი, მაგრამ ეს ძალიან გაბედული გადაწყვეტილება იყო და მე ნამდვილად დავაფასე ის ფაქტი, რომ როგორც მინისტრებმა, ისე მეთაურებმა ერთად იმოქმედეს, როგორც ერთი გუნდი. და ეს სულაც არ იყო აშკარა, ეს ასე არ იყო. ჩემთვის ეს აშკარა იყო, მაგრამ არ იყო აშკარა, რომ ადამიანები, რომლებიც იცი, იყო ეჭვი. საბოლოოდ გახსოვდეს, რომ თითქმის 3 წლის განმავლობაში უწყვეტად ომში ვიყავით. ეხლა ომი შემცირდა, ძალა დაკარგა, დასრულდა, მაგრამ ვინ იცის, ისე ხომ არ დაიწყება. მაგრამ იმ დროს როცა დავიწყეთ, მე ომის მეორე დღეს თქვი, ჩვენ შევცვლით ახლო აღმოსავლეთის სახეს. და მე ვფიქრობ, ბევრმა თქვა, კარგი ცარიელი სიტყვები არა, მე მაშინვე მივხვდი, რომ ასე არ იყო. ეს მხოლოდ ამას არ ეხება და არც მხოლოდ ჰეზბოლას. ჩვენ გვაქვს პრობლემა ირანთან და ის რაც ირანის პროქსის მიერ იყო ორგანიზებული, ჩუმად არ ჩაივლის
და ჩვენ სხვა არჩევანი არ გვექნება გარდა იმისა, რომ ირანამდე მივიდეთ. ეს ჩემთვის აბსოლუტურად ნათელი და ცხადი იყო. მაგრამ ამის მიყვანა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ გადადგა ნაბიჯი, რომელიც ბოლო 50 წლის განმავლობაში 11 ქვეყანას არ გადაუდგამს, ამ ტერორის რეჟიმის 47 წლის განმავლობაში ირანს დავესხათ თავს ჩვენი სამხედრო ძალებით, ჩვენი თვითმფრინავებით და ჩვენი ბომბების ზემოქმედებით. ეს არის რაღაც, რაზეც არავის უფიქრია და არავის უცდია ამის განხორციელება. ჩვენ მათ დავარტყით. თუ მე მოსადის ბევრი ოპერაცია დავავალე მეცნიერების წინააღმდეგ, ეს ცნობილია, მაგრამ ისრაელის თავდაცვის ძალების ირანის მიწაზე შეყვანა აბსოლუტურად შეუძლებლად მიიჩნეოდა. და იმდენად შეუძლებლად ჩანდა ეს, რომ როცა რაფაში შესვლას ვაპირებდით, უკვე ისმოდა მრავალი შეშფოთებული ხმა. შეშფოთებული ხმები თავად კაბინეტშიც ისმოდა. დატოვეთ ღაზის სექტორი, მიიღეთ მძევლები, სხვათა შორის არც კი იყო ნათელი, რომ ყველა მათგანს მივიღებდით, თუნდაც ასეთ სიტუაციაში. და დაასრულეთ ომი. ჩვენ დაგეხმარებით ამას სწორად წარმოაჩინოთ. ასე თქვეს მათ. წარმოაჩინოთ ეს როგორც გამარჯვება. და მე ვთქვი, რას ნიშნავს სწორად წარმოაჩინო ეს? რას ვაპირებ? ისტორიას დავამახინჯებ. თუ შენ წახვალ და ჰამასი დარჩება მთელი თავისი ძალით, ვინ იცის კიდევ რამდენი გატაცებული არ დაგვიბრუნებს. და ჩვენ არ გვაქვს საქმე ჰეზბოლასთან, არ გვაქვს საქმე ასადთან, არ გვაქვს საქმე ირანთან. ეს უზარმაზარი მაცხი, ანუ ყველა ეს მკვლელი იქ დარჩება. დეიფი, სინუარი, ჰანიე, ნასრალა, ჰეზბოლა, თავისი 150,000-მდე რაკეტითა და სარაკეტო სისტემით. სირიის დამაკავშირებელი რგოლი კვლავ არსებობს ირანსა და ლიბანს შორის. და ეს ტერორის რეჟიმი კვლავ თავისუფალია, რომ გააგრძელოს ბირთვული არ არის მომზადება ჩვენი გასანადგურებლად. ჩვენ ამას გამარჯვებად წარმოაჩენთ, მე თქვი, ეს უზარმაზარი მაცხი. ეს არ მოხდება. სხვათა შორის ეს ადამიანები დღეს მე მაგრიტიკებენ. რა თავხედობაა? ისინი ამბობენ, ჩვენ ვინც მზად ვიყავით, დაკმაყოფილებულიყავით 0%-ით. 0%-ით. უბრალოდ წავსულიყავით კუდამოძუებული ზოლიდან, ისინი ამბობენ, მაგრამ შენ არ დაასრულე მოქმედება. ჩვენ ვაპირებ გავაკონტროლოთ ზოლის 70%, ვიჭერთ ჰამას, რომელსაც დაუნდობლად უტევთ. ლიბანში გავანადგურეთ მთელი სარდლობა, თვით ნასრალაც კი, მათთვის დარჩა მხოლოდ 8% მათი რაკეტებიდან. დიახ, ასადის რეჟიმი დაეცა. ჩვენ მოვიშორეთ, ბირთვული არ არის დაუყოვნებელი საფრთხე, რომელიც შეიძლებოდა გაგვანადგურებინა თელ-ავივში და მთებში. ჩვენ რას დიდი გავაკეთეთ. შეერთებული შტატები შემოგვიერთდა. ამასაც სჭირდება გარკვეული უნარი. მაგას არ ამბობენ. მერე მოდიან, ვაუ, ჯერ კიდევ არ მოვიშორებიათ სუნიტი ფანატიკური რეჟიმები. ეს მართლა ასეა. მერე რა? ჩვენ დავაკეთეთ რაღაც, რასაც არავინ დაიჯერებდა. 7 ოქტომბერს არავინ დაიჯერებდა. მაგრამ ეს მტკიცება მათგან არ მოდის, არამედ გენერალისგან. ყოფილ ოფიცრებზე, რომლებმაც დაბლოკეს რაფაში, ხან იუნისში ან ლიბანში წასვლა. მათი სახელები ცნობილია. ამბობენ, რომ ჩვენ არ დავასრულეთ. ანუ საბოლოო მანევრი არ ყოფილა? დიახ. არ ვიცი. გუშინ ეგვიპტესა და არგენტინას შორის თამაში ნახე? მესმის რომ ეგვიპტემ მოიგო? არა, ყავს მეგობარი, რომელიც მწერალია და ამბობს, რომ მესიმ ჩვენთვის ერთგვარი ციკლი დახურა იომ-კიპურისთვის, რადგან ეგვიპტელები მოულოდნელად დაიწყეს და ლიდერობდნენ, მაგრამ შემდეგ წააგეს. ეს თითქოს ისრაელისადმი პატივისცემაა, არა? ბოლოს ეს დასრულდა ეგვიპტელების დამარცხებით ანგარიშით 3-2. მე მივიღე, როგორც ამბობენ, ჩემი ბოლო შეტყობინება, არასრული სახით, როგორც ამბობენ. დიახ, ეს იყო ის, რაზეც მალე ვილაპარაკებთ, მაგრამ ბოლოს მაინც ღაზაში ჰამასი რჩები. რას ფიქრობთ მესიზე? მალე ვილაპარაკებთ ღაზასა და ომზე. რას ფიქრობთ მესიზე? ფიქრობ, რომ 39 წლის კაცმა, რომელმაც უკვე ბევრს მიაღწია და ყველას აზრით, როგორც იტყვიან, ბევრი ამ გააკეთა, ჯერ კიდევ ამს გასაკეთებელი. მან პენალტი გააცუდა. ხო ესე? დიახ, მან 2 პენალტი გააცუდა. 2, ვაუ. კარგი, მე არ მინახავს დრო ამ მქონდა. ბოლოს და ბოლოს რეპორტაჟს ვამზადებ და ვერ უყურებ, რადგან არ შემიძლია. ხომ იცი სად ვიყავე მაშინ, არა? სად იყავი? ისრაელის თავდაცვის ძალების უსაფრთხოების კაბინეტისა და უმაღლესი სარდლობის გრძელი და რთული განხილვების განმავლობაში ეს დაკავშირებულია იმასთან, რაც ტრამპმა რამდენიმე საათის წინ თქვა, რომ შეთანხმება მოკვდა. საბოლოოდ რას ნიშნავს ეს ირანთან დაკავშირებით? ეს მნიშვნელოვანი განცხადებაა. და მე ვუთხარ იმას, განსხვავებით იმის გარასაც ამბობენ, ის არ აკეთებს იმას, რასაც მე ვეუბნები. და განსხვავებით იმის გარასაც ამბობენ, მე არ ვაკეთებ იმას, რასაც ის მეუბნება. ის ზრუნავს ამერიკის ინტერესებზე, მე ვზრუნავ ისრაელის ინტერესებზე, მაგრამ და მე ამ მწვენია ჩემი აზრის გამოთქმის, თუ თურქეთის შესახებ მაქვს აზრი ვამბობ, ერდოღანის შესახებ კონკრეტულად, ხო? თუ მაქვს აზრი ჩვენი უსაფრთხოების ზონის შესახებ ლიბანში, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ, ამასაც ვამბობ. სოთა შორის მასთან საუბრები ისეთია, როგორც ის გესაუბრებ. ეს არის საუბარი? მე ხო, ესეა. მაგალითად, როგორ მიმართავ მას? დონალდ. დონალდ. ბიბი დონალდ. კარგი. მე მასთან საკმაოდ თავისუფლად საუბრობ,
მაგრამ პატივსცემ იმ ფაქტს, რომ მან ჩვენთვის მართლაც საოცარი რაღაცები გააკეთა. და ამას არ უყურებ უგულებელყოფით მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ საკითხში განსხვავებული აზრი მაქვს. ძალიან ვაფასებ მის მხარდაჭერას, არ მგონია რომ ეს საერთოდ შედარებადი იყოს. არ ვფიქრობ, რომ ოდესმე ყოფილა პრეზიდენტი, რომელიც ასე უჭერდა მხარს ისრაელს ჩვენი ქვეყნის არსებობის განმავლობაში. და არ მგონია, რომ ოდესმე ასეთი ურთიერთობები ქონია. ეს ანიშნავს იმას, რომ ყველაფერში სულად ვეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ არასოდეს ყოფილა ასეთი ურთიერთობა პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის. თუმცა ეს არ გამორიცხავს ჩემს საჭიროებას, როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრს, დავიცვა ჩვენი ინტერესები საჭიროების შემთხვევაში, მაშინაც კი როცა არსებობს უთანხმოება. რაც შეეხება საბოლოო ჟესტს, ამიგო ხედავს შექსპირის ეულ წინააღმდეგობას ორივე საარჩევნო კალენდრებს შორის და ამიტომ მივედით იმ მდგომარეობამდე, რაც ახლაა. არ ვიცი, ნახეთ, ვფიქრობ, ჯერ ძალიან ადრეა მის სათქმელად, მაგრამ ეს აჩვენებს, რომ მას აქვს უზარმაზარი იმედგაცრუება იმ ფაქტის გამო, რომ ირანელები როგორც მოსალოდნელი იყო, ატყუებენ და დროს იგებენ, ეს არის ის, რასაც ისინი აკეთებენ. ის ამას კარგად ხვდება და ამასაც ამბობს, ეს არის ის, რასაც ის გააკეთებს. ჩვენ მზადვართ ნებისმიერი სცენარისთვის. ეხლა შენ კითხულობ, ირანი გაქრა? არ გამფრთხილა. ჰეზბოლა გაქრა? არა. ჰამასი გაქრა? არა. ჩვენ, როგორც ამბობენ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ნებაყოფლობით დავბრუნდეთ ჩვენ სამშობლოში, რომელიც სამწუხაროდ რადიკალური მუსლიმური ქარიშხლის ეპიცენტრშია მდებარე. და თქვენ გაქვთ ორი დიდი დაპირისპირებული ძალა. რადიკალური შიიტური ძალა ბოდიში, რომელიც ეწინააღმდეგება მუსლიმთა საძმოს, კერძოდ კი რადიკალურ სუნიტურ ძალას. თქვენ გაქვთ ორი ექსტრემისტული მოძრაობა, რომლებიც ჩვეულებრივ ერთმანეთთან იბრძვიან, მაგრამ საბოლოოდ შეიძლება გაერთიანდნენ. ჰეზბოლამ გააერთიანა შეტევა ეკლესიის წინააღმდეგ, არავის ადგილას. და ისინი ჩვენს გარშემო არიან. და რაც აქ მოხდა ისა, რომ 7 ოქტომბრამდე ზოგადად არსებობდა დოქტრინა, რომ საჭირო იყო ისეთ ჩვენსავე სივრცეში დავჩენილიყავით. და დროდადრო პასუხობდით მათ, იცით, ერთი ან მეორე ქმედებით. მაგრამ ზოგადად თუ შეკავება შეუძლებელია, მაშინ აუცილებლად უნდა აირითო. შეტევა და არასდროს უნდა შეუტიოთ ძალით. მე შევცვალე. და თქვი, დიახ, ჩვენ მიმოქმედებთ, ჩვენ შეუტევთ, ჩვენ გავაოცებთ და ჩვენ მოქმედებაზე გადავართ. და ამიტომ უსებ ხედავთ სახალს, რომელიც 1000-ობით კილომეტრზე თეირანის საში უტევს და ხედავთ სახალს, რომელიც 1000-ობით კილომეტრზე იემენში უტევს. და თქვენ ხედავთ ჩვენს გმირთა საოცარ მოძრაობას ხმელეთზე. გმირ ფლინავებს საში და მამაც გმირებს ხმელეთზე. მაშინ მან გაიგო, რომ ირანში გამარჯვება შეუძლებელია თუ ადგილზე ჯარი არ გავს. ამიტომაც უკან დაიხია იქ. ფიქრობ, რაც ყველაზე მეტად აწუხებდა, როგორც გავიგე, იყო გლობალური ენერგეტიკული კრიზისის შესაძლებლობა, რაც ლეგიტიმურია. ლეგიტიმურია, რომ ესე ფიქრობს, ეს მას ბევრად უფრო მეტად ეხება ვიდრე ჩვენ. ისე რატო არ გვაზიანებს ეს ასე ძალიან? იმ ყველაფრის გამო, რასაც მიწიდან ვიღებთ, არა? დიახ, გახსოვს ბრძოლები და ცაგფონდა იმ აქციებთან. გახსოვს ქურდობა, როგორ ეძახდნენ ამას? დიდი გაზის ქურდობა, ძარცვა. ამ ადამიანებს სუდად გაზი ზღვაში დაგვეტოვებინა. გესმის რას ნიშნავს ეს? ანუ ხშირად მეიცი მიგვის, როგორ კიდიან ამ სისულელეებს საზოგადოებაზე და მე უცებ აღმოჩნდება, ვაუ, ისრაელს უცებ ენერგეტიკული დამოუკიდებლობა აქვს. ვინ დაიჯერებდა ამას? მე დავიჯერ. ამისთვის ვიბრძოლე. სხვათა შორის, ზოგიერთ მათგანს შენ იწვევ ფართო ეროვნული მთავრობისთვის. დიახ, ეს მართალია. და გეტყვი რატომაც. რადგან შემსას ნათელია ის ციტატას მოიტანე, რომ ეს საკითხი არ დასრულებულა და ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ამ რეჟიმის ნარჩენები დარჩება, ის შიგნითაც იწვევს პრობლემებს, ძალიან ძლიერად იწვევს, რადგან ჩვენი გავანადგურეთ რევოლუციური გვარდიის აქტივები $100 მილიარდი ღირებულებით. შიგნით ისინი აღელვებულები არიან, მაგრამ ეს არ ანიშნავს, რომ ისინი დაბრუნებას არ ესწრებიან. ისინი წესდებიან თავიანთი ბირთვული პროგრამის აღდგენას. უკვე არსებობს სურათები. ორთავე საიდუმლო ადგილის სატელიტური სურათები, სადაც ისინი იმყოფებიან ასრულებენ. და სხვა აქტივობებს. ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ისინი ზუსტად არ ჩქარობენ ამის სასწრაფად აღდგენას, რადგან ესმით რას ნიშნავს შეკავება. მაგრამ ეჭვი არ არის, რომ ჩვენ შევაჩერეთ. ეს არის ის, რაც ხალხმა უნდა გაიგოს. ისინი ამბობენ, რას მიაღწიეთ ომით, რას მივაღწიეთ ჩვენ? მივაღწიეთ, ირანი დღეს იქნებოდა. თუ ჩვენ ლომების ხალხივით არ ვიმოქმედებდით და ლომის ღრიალი არ იქნებოდა, დღეს ირანს ატომური ბომბები ექნებოდა ჩვენი განადგურებისთვის. და ეხლა მათ ეს არ აქვთ. ამ პროცესის განმავლობაში უკვე მათ ექნებოდათ, ისინი მზად იქნებოდნენ. მათ შორის შეიარაღება და ყველაფერი დანარჩენი, ხო ასეა? დიახ, ნამდვილად.
ერთ-ერთი ის იყო, რომ სწორედ იმ მეცნიერებს დავარდგით. სინამდვილეში რომელთა ფუნქცია იყო იარაღის შექმნა. არ ღელავთ ურანზე, რომელიც ჯერ კიდევ არის. იქ, რა თქმა უნდა, ნერვიულობ, მაგრამ მხოლოდ ურანი საკმარისი არ არის. კარგი, მაგრამ მათ ჯერ კიდევ აქვს სხვა საშუალებები, რომლებიც, იცით, ძნელი დასათმელია. დავადგით მათ კონვერსიის ობიექტებში, დავადგით მეცნიერებს, დავარდგით ცენტრიფუგების წარმოების ქარხნებს, დავარდგით, მოვიშორეთ ეს საფრთხე. მაგრამ ეს გავს კიბოს მოცილება შენი სხეულიდან. ეს არ ნიშნავს, რომ ის ვერ გაუარესდება, რომ ვერ დაბრუნდება, მაგრამ ერთ რამეს ნიშნავს, თუ მას არ მოიშორებ, მოკვდები. და ეს ჩემთვის ნათელი იყო. მაგრამ მე კითხე ფართო ეროვნული მთავრობის პარტნიორების მოწვევაზე. და შენ ახლა ხან თქვი, რომ ჯერ კიდევ დარჩნენ მორამოები. მაშინ ფართო მთავრობა გჭირდება ყველა გამოწვევის დასასრულებლად. ვის ეთყოდით ახლა, მოდი შემოგვიერთდი. ვისთვის? ქვეყნის საკეთილდღეოდ. ყველასთვის, ვინც არა, მე არ მყავს გულისმობ იმას ვიზეს არ საუბრობ. კიდად ბოიკოტებს არ გულისმობ. ეს არის რადაცა რაც აქ ფესვგადმულია ამ გიჟური ფრაზით, რომელიც თავის თავზე ინგრევა. რატო უნდა გავაკეთო ეს? მე ადამიანებს არ ბოიკოტირებ. მე ბოიკოტირებ, არ ბოიკოტირებ. მე ვიცნობ ყველა ადამიანს, ვინც მზად არის მიიღოს ჩვენი ფართო ეროვნული მთავრობის პრინციპები. ისრაელი არის ებრაელი ხალხის ეროვნული სახელმწიფო, აქ პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება, რადგან ისრაელისთვის ეს მხოლოდ ჩვენი განადგურების საფუძველი იქნება. ჩვენ გვექნება სახელმწიფო ძალიან მტკიცე, ძლიერი და პროაქტიული უსაფრთხოების პოლიტიკით და ჩვენ განვავითარებთ თავისუფალ ეკონომიკას. ის გაგრძელდება, რასაც აქ თქვენი ფანჯრიდან ხედავთ, რასაც წლების განმავლობაში ვხამძღვანელობდი. მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ გვექნება ტექნოლოგიური უპირატესობა და შეიარაღებაში დამოუკიდებლობა. მე მინდა შეიარაღებაში დამოუკიდებლობა. ბენეტი მოწვეულია, ყველა მოდის. ლიბერმანი. მის კი მიიღებს პრინციპებს. არ გამოვიცხო. ფიქრობ უკვე დროა რომ შევწმიტოთ ეს ბოიკოტები. საკმარისი. მაგრამ რა დაემართა ლიბერმანს მაგალითად? თქვენ ხომ ასე ახლოს იყავით. როგორ აღმოჩნდით ესეთ ბოიკოტის სიტუაციაში, როცა ის ამბობს, ნეთანიაუსთან ერთად მე არ ვიღებ მონაწილეობას? კითხეთ მას. არ ვიცი, ეს ბოიკოტები ვინ იცის, რა мотиваცია ამის უკან. ვინ იცის? როგორც ბარდუგო ამბობს, ყველაფერი პირადულია, ყველაფერი პოლიტიკურია. არა ვგულისხმობ, მე არა ვერ გეტყვი რა ამოძრავებ ზოგიერთ ადამიანს, რომ ესე თქვას, რა არის მათი ნამდვილი мотиваცია. თქვენ ესალმებით ერთმანეთს, როცა გზაზე შეხვდებით. ქნესეთის დერეფანში, თუ შენ და ლიბერმანი შეხვდებით ერთმანეთს, ესალმებით, ხო? კონტაქტი არ ყოფილა. არაფერი მომხდარა. კონტაქტი თითქმის არ ყოფილა. ეს არ არის შემთხვევა, როცა კონტაქტი გაქვთ და ერთმანეთს უგულებელყოფთ უბრალოდ. თითქმის არანაირი კონტაქტი არ ყოფილა. მაგრამ რა უშლის ხელს? რა გახდა იმის მიზეზი, რომ ის არ შემოუერთდა? მემარჯვენე მთავრობა ის ამტკიცებს, რომ მემარჯვენეა და რო წავიდეს კოალიციაში მუსლიმი ძმების, სინამდვილეში ჰამასის მხარდამჭერების, მანსურ აბასისა და მისი კოლეგების გვერდით, ხო იცით, ალბათ ოდესმე გავიგებთ. ამბობენ, რომ ნეთანიაჰუს აბასის სურს იყო რაბინი დრუკმანი და მცდელობები იყო, მაგრამ სმოტრიჩმა ხელი შეუშალა და ეს ყველაფერი. ეს არის შესაძლებლობა, რომ გავხეთქოთ ეს ბუშტი. ეს სრული ტყუილია, რადგან მე მქონდა 60 მანდატი და რომ დომებოდა მანსურ აბასთან მისვლა, შემეძლო მისვლა. შეძლებოდა მაშინა მთავრობის ჩამოყალიბება და ეს არ გამიკეთებია, ეს ფაქტია. დააც კი მიოცნებია ამის გაკეთებას. მაგრამ სანამ მე ეს არ გამიკეთებია, მათ გააკეთეს და ამის მკიცებულება მათი ქმედებებია. თუ ნეთანიაჰუს აბასი უნდა და აბასი მოვიდოდა. რატომ არ მოვიდა ის? იმიტომ რომ მე არ მინდოდა, იცით რატომ უვარი თქვი? იმიტომ რომ ეს ჩვენს პრინციპებს ეწინააღმდეგება, ფუნდამენტურ პრინციპებს. ისრაელი როგორც ებრაულიერი სახელმწიფო ამას არ იღებს. პალესტინის სახელმწიფო არ იქნება, ის ამას არ იღებს. უსაფრთხოების თვალსაზრისით, როცა ისინი ბენეტის, ლაპიდის და სხვების მთავრობაში შევიდნენ, მათ ფაქტობრივად ხელები შეუკრეს მთავრობას. დღეს ისინი ვერ მოქმედებენ, არაფერი გაუკეთებიათ და სამარცხინო შეთანხმებაზე წავიდნენ ლიბანთან. ისინი დათანხმდნენ ისრაელის სახელმწიფოს სუვერენული ტერიტორიის დათმობაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ორი დრონი იყო და ჰეზბოლა მიქაუ რეგიონში ტაში დაუკრა, ნახეთ განსხვავება. ეხლა ლიბანში ჩვენ შევთანხმდით, პრინციპების შეთანხმება გავაფორმეთ. ჰეზბოლა ყვილის ბრაზით, ირანი ყვილის ბრაზით. ეს არის მთელი განსხვავება. ანუ მე არა, მე მივილებ ყველას, ვინც შეუერთდება იმ პრინციპებს, რაც ახლა ხამ აღნიშნო და ვფიქრობ, რომ საზოგადოებაში ბევრად უფრო ფართო კონსენსუსია, ვიდრე თქვენ ხედავთ ქნესეთში და ასევე პოლიტიკოსების სიტყვებში. და გეტყვით რატომ ამბობ ამას. მე რა ყოველთვის მივდივარ და ხედავ რეზერვის ჯარისკაცებს, დიახ, მუდმივად. უშინას ფათეშორის საზღვაო ბაზაზე და მანამდე ლიბანის სამხრეთში და მანამდე გუშეთი ომში. და მე ვხვდები მათ რეზერვის ჯარისკაცებს და ასევე მოქმედი სამსახური ჯარისკაცებს.
და ეს საოცარია. შაულიც საოცარია. ისი რას ხედავიქ? ისინი ამბობენ, პრემიერ-მინისტრო, ჩვენ მოვედით ხალხის ყველა კუთხიდან, ჩვენ შორის არის ხოლმე კამათი და უთანხმოება, მაგრამ ძირითად საკითხებზე ჩვენ თანხდებით. რომ და დავიცო ჩვენი ქვეყანა, რომ და ვიმოქმედო ჩვენი მტრების წინააღმდეგ, რომ საჭიროა პროაქტიული მოქმედება და არა პასიური. მე ვამბობ, კარგი, სწორედ ამას მინდა. ეს გრძნობა მინდა მიუმართო ფართო ეროვნულ მთავრობას. ეს ყველას არ მოიცავს. ეს არ მოიცავს მათ, ვისაც აქ პალესტინის სახელმწიფო სურს, ან მათ, ვისაც სურს, და აქ. გოლანი არ არის? მოწვეულია თუ იაირ გოლანი მიიღებს პრინციპებს, ახსენებს პალესტინის სახელმწიფოს, კარგი, ეს რთულია, კარგი, მაგრამ ყველა ის ვინც კი მოწვეულია, კარგი. ახლა გეტყვი რატო გჭირდება ეს რა თვიერ თბარგან? დიდი გამოწვევების სლების წინაშე ვდგავართ. პირველ რიგში ირანის გერძის ნარჩენები, მეორე ახალი ძალების აღზევება. ეს დეტალურად უნდა ახსნა. ამ ეტაპზე თურქეთს მტრულ სახელმწიფოდ მიიჩნევთ. არა, რას მაწუხებს ისაა, რომ ისინი ჩვენ მტრულ სახელმწიფოდ გთვლიან. რაც მაწუხებს ისაა, რომ ერდოღანი ჩვენი ქვეყნის ლიკვიდაციაზე საუბრობს. რომ მისი ნომერი 2 ფიდანი ამბობს, რომ ებრაული სახელმწიფოსთვის ადგილი არ არის ერებს შორის. რომ ნომერი 3 ან 4 ზუსტად არ ვიცი ვინ მათი შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ იმ დღეს ელოდება, როცა იერუსალიმის გუბერნატორი გახდება. ეხლა ხო იცი რა ვისწავლე ჩვენი ისტორიიდან. იცი რომ კითხულობ წიგნების კითხვაზე რომ საუბრობი, ბევრს კითხულობ, ბევრ ებრაულ და ზოგად ისტორიას. მინდა ზუსტად გითხრა რა ვისწავლე ჩვენ ცხოვრების ისტორიიდან. თუ ვინმე ამბობს, რომ შენი განადგურება უნდა, ეს ძალიან სერიოზულად უნდა მიიღო. მე ესეთ მუქარებს ძალიან სერიოზულად ვეკიდები, როგორც პრეზიდენტ რამს უთხარი. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ნამდვილად უნდა დავაკვირდოთ ყურადღებით ყველაფერს ჩვენს გარშემო. და მოვემზადოთ. როგორც ამბობენ, ყოველთვის საუკეთესო გვინდა, მაგრამ საუკეთესოს უზრუნველსაყოფად საჭიროა, რომ ყველაზე ცუდისთვისაც მოვემზადოთ. ეგვიპტესთან საზღვარზე არსებული მდგომარეობა, მათ შორის ჯარები და წურთნები სინაის ნახევარკუნძულზე გაღელვებს. დიახ, ამ თემაზე საკმაოდ ბევრჯერ ვისაუბრე ეგვიპტის ხელმძღვანელობასთან და გარკვეული გაუმჯობესება არის, მაგრამ კიდევ სხვა საკითხებიც გვაქვს. მე ვაკვირდები სიტუაციას, დიახ, ჩვენ ვართ ესეთ რეგიონში. 7 ოქტომბრის შემდეგ ამ საკითხებს ცოტა სხვანაირად უყურებ. მე ზუსტად ასე შევაფასებდი 7 ოქტომბერსაც კი რომ დაერეკა ჩემთვის არ მესროლეს. ხოლმე ამიყვანე შენთან ერთად. ახლავე თუ შეგიძლია ეს ჩემთვის გააკეთო. იმ დილით 6 საათსა და 29 წუთზე სამხედრო მდივანი მირეკავს. მიყვება რა ხდება და არ მახსოვს ამ ზაში მითხრა ეს თუ შემდეგში. უთხარი დახურეთ საზღვარი, რადგან შეიძლება მძევლები იყვნენ. ეს იყო პირველი რაც გავიფიქრე, დახურეთ საზღვარი. პირველ საუბარში მდივანთან. პირველ თუ მეორე საუბარში რაღაც მახსოვს უკვე ყველაფერი თქვი, დახურეთ საზღვარი, რადგან ხედავდი გატაცების შესაძლებლობას. და რა თქმა უნდა მივხვდი, რომ ომში ვიყავით, ეს ნორმალური არ იყო. და სწორედ ამ მიზეზით გავეცი ბრძანება მობილიზაციისთვის. პირველ რიგში ომის გამოცხადება. და გარდა ამისა, 100,000 რეზერვისტის მობილიზაცია. დივანმა გაგაღვიძა. დიახ, 629. 629 ნომერი, 629, დიახ. შენ ხარ ოთახში, საძინებელში და ტელეფონთან ხარ. ეს კი პირველი საუბარია. რა თქმა უნდა. რამდენ ხანს გაგრძელდა საუბარი მდივანთან? რამდენიმე წუთი. რას აკეთებ შემდეგ? ხოხმანობ. და ის პირდაპირ მიდის კირიაში. ვისე საუბრები მდივნის შემდეგ და მეორე ზარი არ მახსოვს. ვერ ვიხსენებ, მაგრამ მეგონა რომ ეს დიდი მოვლენა იყო. ეს ჩემთვის ნათელი იყო. რა? როგორ ბრძნობ თავს? რა ხდება შენთან? ესეთ სიტუაციებში ვფიქრობ. ძალიან პრაქტიკულად. ძალიან პრაქტიკულად. ვცდილობ ვიფიქრო იმაზე, რაც ამ მომენტში გასაკეთებელია. რა არის გასაკეთებელი? და შემიძლია გითხრა ეს ჩემში ღრმად არის გამჯდარი, არ ვიცი ეს ჩემ მშობლებისგან მოდის თუ არა, დედა ჩემისგან, რომელიც ძალიან პრაქტიკული ქალი იყო. და მამა ჩემისგან, რომელიც იცი, ისტორიკოსი იყო, მიგვიის რომ ძალიან რთულ სიტუაციებშიც კი ორივე ძალიან პრაქტიკულები იყვნენ. მაგარაფერი თქვა ჩემს ძმაზე იონეზე. მაშოცა ესეთ სიტუაციაში ხარ, არ ნებდები სასუცარკვეთილებას, ტირილს, წუწუნს, შიშს. პრაქტიკულად ფიქრობ, რა უნდა გაკეთდეს ახლა. როცა ნახე ეს დეროტის ვიდეო ტერორისტების შესახებ, რომლებიც ოჯახთან მივიდნენ და ეს ყველაფერი გადაიღეს. ამას რამდენიმე დღე დასჭირდა, ზუსტად არ მახსოვს რამდენი, მაგრამ კარგი რამდენიმე დღე დასჭირდა. და დიასი. დიასი, რამდენიმე კარგი ხო? ტელევიზორში ის გავიდა დაახლოებით 10 ან 11-ისთვის დილით, ასე მგონია.
უბრალოდ არ მახსოვს. ძალიან დაკავებული ვიყავი სხვა საქმეებით, მაგრამ როცა ეს ნახე, ნამდვილად იქ ისეთი შოკის მომგვრელი რაღაცებია, მაგრამ ყველაზე მეტად ორი ძმა შოკავს. რომლებსაც მამა მოუკლეს, დახოცეს მათ თვალში. თვალი დაკარგა, ან სულ მცირე მხედველობა. და ბიჭი ეკითხება რატო? რატო ვარ ცოცხალი? რატო ვარ ცოცხალი? ეს ნახე? რაც მახსოვს იმაზე, რაზეც შენ ლაპარაკობ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საშინელი მასალაა. მე შენ ფიქრობ შენი შვილების მომავალს და ფიქრობ ამ მთელ ტრაგედიაზე რას მოხდა. მაგრამ მე რთულ მომენტებში, ზეწონისა და კრიზისის დროს, ვცდილობ ბევრად უფრო მშვიდად და ანალიტიკურად ვიფიქრო. ძალიან პრაქტიკულად რა არის გასაკეთებელი. და ეს ყველაფერი შენთვის ერთიან მოვლენად ჩანს ყოველგვარი დროის ხაზის გარეშე. ან შენს მეხსიერებაში ეს ეტაპობრივად ხდება. პირველ რიგში დაბლოკემ, კონტრ დაბლოკვა. ახალი შემოსლების წინააღმდეგ და B დაბრუნების წინააღმდეგ ძევლებთან ერთად. ეს იყო პირველი რამ, რაც მე დავავალე გაკეთება. და მეორე რამ იყო, რა თქმა უნდა, რეზერვისტების გამოძახება და მესამე უკვე იყო მომზადება. უპირველეს ყოვლისა, მათი უკან დაძურა. ასევე იყო შიში, რომ ისინი უფრო ღრმად შემოვიდოდნენ ჩვენს ტერიტორიას. რამდენიმე ესეთი შეღწეული პირი, რომლებიც აუცილებლად არ რეაგირებდნენ მაშინვე. ამისთვისაც მოვემზადეთ. მაგრამ პირველი რამ, პირველ დღეს იყო მათი უკან დახევა და მეტი ისრაელის მოქალაქის გატაცების თავიდან აცილება. დღეს გესმით, რატომ არ მიიღო ნასრალა მონაწილეობა? დიახ, მან გონია რომ მესმის. ჩემი აზრით, ფიქრობ რომ რა არის? რატო? აჰა. რატო? იმიტომ რომ ასე ირანმა უბრალოდ ყვია გაისროლა. ეს იყო ის, რაც მან გააკეთა. მართლა? მან ძალიან ადრე გაისროლა. სულ ესა, უნდა იკითხო რატო და არა რატო არ შეუერთდა ნასრალა. თუ არა, ჰაეში წინ წავიდა. იმიტომ რომ თუ ჰაეში წინ წავიდა, ნასრალამ ეს იკითხა. ვერ გაიგო. როგორ? იქ რაღაც კოორდინირებული იყო, საიდანაც უბრალოდ გადაუხვია ორიგინალური გეგმისგან. დიახ, ამას ეწოდება ისრაელის განადგურების გეგმა, რომელიც ირანმა შექმნა და დაგეგმა. და გეგმა ამბობდა, რომ მის ორ პროქსის, ჰამას სამხრეთში და ნასრალას ჩრდილოეთში, ედრულად უნდა შეჭრილებდნენ ისრაელში, იმ დროს, როცა ყველა შესაძლო მიმართულებიდან დაიწყებოდა მასიური სარაკეტო და სარაკეტო დაბომბვა. ირანიდან, ერაყიდან, ლიბანიდან. არ ვიცი, ინდოს ეს ჰათებსაც მოიცალდა თუ არა, მაგრამ მოიცალდა ყველაფერს, რას ვთქვი. კარგი. და ისრაელი პატარა მოულოდნელად დაიჭერდნენ და კოლაფში ჩავარდებოდა. ეს იყო გეგმა. საწყისი გეგმა იყო, რომ ეს კოორდინაციით განხორციელებულიყო და ჰაეში კოორდინაცია დაირღვა. დღეს უკან მოხედვისას გაქვს პასუხი ამ კითხვაზე. რატომ ჯანდაბა აგა გაღვიზეს? გააგზავნეს გადაუდებელი დახმარების ჯგუფი და პროცედურის მიხედვით ადგილობრივი საავადმყოფო უნდა იყოს ინფორმირებული. ბატონო პრემიერ-მინისტრო, პასუხი არ მაქვს. ამისთვის რა უნდა მოხდეს? მათ ასევე ახსენეს ის დიდი შიში შესაძლო მცდარი გათვლის შესახებ, ხო ასეა? მცდარი გათვლა. ანუ მეტმა დამიფაროს, რომ გამეღვიძებინათ, შეიძლება ეგონათ, რომ მე მოვითხოვდი პრევენციულ და პროაქტიულ ქმედებას. და იცი რა, თუ ეს იყო მათი შიში, ეს გამართლებული იყო, რადგან ზუსტად ამას გავაკეთებდი. ეხლა მეც მაქვს, იცი, ცოტა ხნის შემდეგ, რაც პირველად დავიკავე პრემიერ-მინისტრის პოსტი, იყო ინფორმაცია ტერორისტული უჯრედის განზრახვის შესახებ იუდეასა და სამარიაში. მოვიდნენ და ააფეთქონ მიგდალ შალომი. იმ დროს ძირითადად მიგდალ შალომი და საფონდო ბიჟა იყო. თელავიში მაღალსართულიანი შენობები. ნახე სადამდე მოვედით აქამდე. ეს ხო ზოგადი აჯანყება არაა. არა, არაფრისთვის. არ მე ვკითხულობ. მე გეტყვით რა მოხდა? დიახ. თქვა? კარგი. და რომ დაემხოთ, რადგან მიგდალ შალომი დგას ამ ბეტონის საყრდენებზე, ორ დიდ საყრდენზე როგორც მახსოვს. ამიტომ მათ სურდათ მოსულიყვნენ ბომბიანი მანქანით, ან ბომბიანი სათურთოთი და ეს აეფეთქებინათ. ეს მიგდალ შალომს დაანგრევდა. კარგად მახსოვს, რომ პირველი რამ, რაც ხალხს უთხარ, როცა ეს გავიგე, იყო მათ თქვეს, რომ ვაკვირდებით, ვცდილობთ ვიპოვოთ უჯრედი. თქვი ძალიან კარგია, რომ ვცდილობთ მოძებნას, მაგრამ და დავბლოკოთ ისინი. ამიტომ დავავალე ბლოკპოსტების მოწყობა, იცი შემოწმება. დიახ. პოლიცია ყველა მარშრუტზე, რომელიც თელავივისა და მიგდალ შალომისკენ მიდის და ეს გამოიწვია, მითხეს პრემიერ-მინისტრო, ეს ქვეყნის მასშტაბით სასობებს გამოიწვევს. კარგი. უთხარი, შესანიშნავია, მიხარია ამის მოსმენა, გააკეთეთ ეს და ბოლო საცობში მოყვნენ და დანებდნენ. დიახ. რასაც გულისხმობ ისაა, რომ როცა პრობლემას ვაცხდები, ყოველთვის ვცდილობ გავჩერდე და ვიფიქრო ყველაზე ცივად და ანალიტიკურად სიტუაციაზე. რა უნდა გავაკეთო, რომ მოვიშორო საფრთხე,
ან დავემუქრო მათ, ვინც მე მემუქრება. კარგი, ანუ ამბობთ, რომ გეშინიათ არასწორი გათვლის და არ ეთანხმებით ერეზის თეორიას, რომელიც გენერლების აჯანყებაზე წერს. ანუ თითქოს აქ იყო რაიმე განზრახული მოქმედება. იცით, არ მინდა იმაზე მეტი მნიშვნელობა მივანიჭო, ვიდრე არის, რადგან მე არ ვარ შეთქმულების თეორიების გულშემატკივარი, ხო ასეა. არც მე ვფიქრობ, რომ აქ იყო რაიმე ბოროტი განზრახვა, ესე ვთქვათ, არ ვიცი, შეიძლება თქვენ სხვანაირად ვფიქროთ. უბრალოდ იცით, დღემდე ვკითხულობ საკუთარ თავს, როგორ მოხდა ასე? თუ თქვენ გაქვთ პასუხი, თქვენც კითხულობ საკუთარ თავს. რატომ? ჯანდაბა არავინ. და ბევრი ქმედება სწორედ ღამით განხორციელდა, არა? თუ არ ვცდები დაახლოებით ასე იყო. ზოგი ქმედება განხორციელდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო, ეს აშკარაა. თუ გექნებოდა ნიშნები და სხვა მტკიცებულებები, მაშინ აუცილებლად უფრო მეტად უნდა გემოქმედა. მაგრამ ვამბობ, ეს ყველაფერი, როგორც იქნან ობიექტურად უნდა იქნას განხილული და ერთ-ერთი გზა არის პარიტეტული საგამოძიებო კომისიის შექმნა. ნახევარი ოპოზიცია, ნახევარი კოალიცია, ზუსტად ისე როგორც გააკეთეს 11 სექტემბრის შემდეგ, თხუპი კოშკების ჩამონგრევის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში. მათ არ უცდიათ ერთი მხარის მეორეზე დაწესება და მართლაც შექმნეს თანასწორი საგამოძიებო კომისია, რომელმაც სიტუაცია შეისწავლა. ეს არის ის, რაც აქაც უნდა გაკეთდეს. თითოეულ შეუძლია მოიყვანოს ვინც უნდა, დასვას ნებისმიერი კითხვა, მათ შორის ჩემთვისაც, მათ შორის ნებისმიერი სხვა ადამიანისთვისაც. ეს არის სიმართლის აღმოჩენის გზა, რომ ყველაფერი გამოაშკარავდეს და არაფერი დაიმალოს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თავარი პრობლემა აქ არის. მე ვფიქრობ, რომ თავარი არის მიდგომის შეცვლა, რომელიც მე განმახორციელე. იმიტომ რომ 7 ოქტომბრის შემდეგ მე ვამბობ, რომ 7 ოქტომბრამდე არსებობდა აღქმა, თითქოს აქ არის არმია, რომელსაც ქვეყანა ხლავს და 7 ოქტომბრიდან მოყოლებული აქ უკვე ვხედავთ ქვეყანას, რომელსაც არმია ხავს. და ეს სულიად განსხვავებული სიტუაცია და სწორედ ამიტომ პოლიტიკა შეიცვალა. იმიტომ რომ ეს მე თვითონ შევცვალა. რას გააკეთებდი სხვანაირად, თუ უკან დაიხედავდი? სადიკავი 7 ოქტომბერს. არა, მე ვსაუბრობ მანამდე, რომ 7 ოქტომბრამდე არ მისულიყავი. მე ვიტყოდი, ბევრ ამაზე შეიძლება საუბარი. მაგრამ ნახე, ზოგჯერ თავში გამიulis, ბოდიში რომ შეგაწყვეტინე, რომ შეიძლება ისტორიული შეცდომა იყო 86-ში, ან შემდეგ როცა პირველად დაიკავა ეს თანამდებობა, უბრალოდ ოსლოს შეთანხმებაზე უარის თქმა. და თქმა, კარგი, აქედან არაფერი გამოვა, ხომ ასე? შეცვალო მთელი მიმართულება ბოლოს და ბოლოს. ლიბანიდან გასვლა და გუშ-გასკატიფის აღიარება. დიახ, კიდევ რა გამომჩა? ყველა გასვლა. დიახ, გუსკატიფის აღიარება შარონთან ერთად იყო. მაგრამ თუ ოსლოზე საუბრობთ, მაშინ ის მემარცხენეები, რომლებიც ყველა ამ წლის განმავლობაში ყოველთვის თავს მესხმოდნენ და ჩემი კრიტიკოსები რას პასუხობდნენ? რომ სინამდვილეში მე შევაჩერე ოსლო და ეს მხოლოდ მაშინ, როცა ოსლო შევაჩერე, ნახეთ აქ პეტატიკვასთან ახლოს, უკვე უნდა შექმნილიყო პალესტინის სახელმწიფო. ოსლოს მიხედვით, სწორედ ამას უნდა მივყავდით და მართლა ბევრი ძალისმევა ჩავდე, რომ ეს შემეჩერებინა, რადგან ამას ხედავდი როგორც საფრთხეს სახელმწიფოს არსებობისთვის. ეს გავაკეთე პოლიტიკური მანევრებით, ეს გავაკეთე რთული დიპლომატიური ნავიგაციით, ჯერ კლინტონის ადმინისტრაციის წინაშე, შემდეგ კი ძალიან რთული მთავრობის წინაშე ობამას 8 წლიანი მმართველობის პერიოდში. ამ პერიოდში ჩვენ გავაორმაგეთ, ჩვენ ობამას წლებში იუდიასა და სამარიაში მოსახლეობა გავაორმაგეთ, ეს უბრალოდ დაუჯერებელი. მაგრამ მე მომიწია საკმაოდ რთული ტაქტიკის გამოყენება, მათ შორის გასოს 10 თვიანი გატინვა. გასოს ეს. დიახ, ვფიქრობ, ნუ თუ არ ვართ არასწორი წარმოდგენის ტყვეობაში, როცა ჯერ კიდევ ამდენი შეიარაღებული ძალაა კალკილიას, ტუქარმის, ჯენინის რაიონში. ჩვენ აქ ვართ, იცი ეს მხოლოდ რამდენიმე თუთის სავალ მანძილზეა. აღარაფერს ვამბობ იმ ბიჟური იარაღებზე, რაც აქ ქვეყნის შიგნითაა. უდაოდ. ეს არის მე-8 ან მე-9 ფრონტი, როგორც მე ვამბობ, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროპაგანდის ფრონტი მე-8-ია, შეგიძლია ამას კიდევ ერთი ფრონტი დაამატვა. და შენ მართალი ხარ, ეს საჭიროებს და შეიძლება მოგვარდეს სწორი გამოყენებით. მათ შორის შინბეტის გამოყენებითაც, რაშიც აქამდე ვერ შევძელით იურიდიული მრჩევლის წინააღმდეგობის გადალახვა. უნდა იყოს ჭკვიანური გამოყენება შინბეთის შესაძლებლობების მუქარის წინააღმდეგ, რომელიც ასევე წარმოადგენს ორგანიზებული დანაშაულისა და ტერორიზმის კომბინაციას. ეს შენს ძილს ართმევს. რა თქმა უნდა. მაგრამ რაც მინდა გითხრა, შეგიძლია დარწმუნებით თქვა, რომ იგივე არ მოხდება იეხოშუას ტერიტორიებზე დილით. ვემზადებით ისე თითქოს ეს მოხდება. ამიტომ დღეს მოხდა ძალების დიდი გაძლიერება, მზადყოფნის ჯგუფების დიდი გაძლიერება. მუდმივად საჭიროა ამაში ინვესტირება. მაგალითად, ჩვენი პატრულების განლაგების შეცვლაში საჰაერო ხარდაჭერა შეიძლება მივიდეს, ხო იცი? ხო ასე. ის უნდა მოვიდეს სამხრეთიდან, რამონის ბაზიდან. დაუშვათ, რომ მას გენინში მისვლა სჭირდება. ეს ძალიან ბევრ დროს მოითხოვს და ამ პერიოდში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.
მაგრამ დღეს, როდესაც ამორს ერთმანეთს უახლოვებთ, ჩვენ ზრუნავთ იმაზე, რომ საჰაერო პასუხი წუთებში მივიდეს. შენ ხო იცი რატომ არ მოვიდა საჰაერო მხარდაჭერა საათების განმავლობაში, არა? ჯერ არა, ვერ გეტყვი. არ ვიცი რა მოხდა იქ. არ მჯერა, რომ იქ განზრახ, ცუდი განზრახვა იყო. ფიქრობ ეს იყო შეგნებული გადაწყვეტილება, რომ არ გავეღვიძებინე და მჯერა, რომ ეს იმავე არასწორი გათვლის გამო მოხდა. ვინმე, ვინც ზედმეტად რეაგირებდა, ზუსტად ისე როგორც მე გადავწყვიტე, რეაგირება ქვეყნის საცობზე შალომის კოშკის გამო, ეს არ იყო ასე, ხო ასეა. ყოველთვის ამბობენ, მოისმინე, პანიკის გადაცემა საჭირო არ არის და ასე შემდეგ. მე ვამბობ, ხო ასეა. რას ნიშნავს პანიკის გადაცემა? მიიღეთ საჭირო ზომები ისრაელის მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად. და როცა ამას უყურებ იმ სხვადასხვა ზომებს, რაც მივიღეთ, ლაფაში შესვლიდან, ფილადელფიას დაპყრობიდან, სინუარის, დეიფის, ჰანიეს, პიპერების ლიკვიდაციიდან, ნასრალას ლიკვიდაციიდან, მისი მიერ ათლეულების განმავლობაში აგებული 100-150,000 რაკეტისა და სარაკეტო არსენალის განადგურება და შემდეგ სირიაში შესვლა, ჰერმონის აღება იარმუკამდე, სირიის არმიის შეიარაღების განადგურება და ეს ორი უზარმაზარი ოპერაცია ელლის ველზე და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, რომ უმესმინა იმ გამოცდილ ხალხს, ვინც ფიქრობს, რომ იცის რა უნდა გააკეთოს. მათ თქვეს, პრემიერ-მინისტრო, ეხლა გადი, არ შეხვიდე რაფაში, არ შეხვიდე ფილადელფიაში. მოდით ამას გამარჯვებად შევაფასებთ. ეს იყო რაც მითხრეს, ეს ბენი განცმას მითხრა. ხრა, ეს ასევე მითხრეს გადმა, აიზენკოტმა და სხვაებმა და ისინი გამოვიდნენ მთავრობიდან, რათა ალა გაგრძელებინათ. ყვილად იძახებთ მათ უკან. რადგან სანამ ისინი მთავრობაში იყვნენ, ისინი ჩემს პოლიტიკას მისდევდნენ. მაგრამ მათ სადაც ხელი შეეშალოთ თქვენი მეთოდისთვის და გამოქვეყნებულისთვის. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ შეიძლება ასე იყოს. ნახეთ, თქვენ ვერ შეუშლით ხალხს ხელს საკუთარი აზრის გამოხატვაში. მაგრამ ფართო ფრონტით დღეს გაქვთ შესაძლებლობა იმოქმედოთ ისე, რომ უპასუხოთ როგორც ახალ საფრთხეებს, ასევე ახალ შესაძლებლობებს. იმიტომ რომ იმის გამო, რომ მე არ დაუთმე მათ და გავაკეთებ ყველა ის ქმედება, რასაც ახლა ვახცერ, ისინი მეკითხებიან, რას მიაღწიე, რას მივაღწიეთ. შევძელით თავიდან აცილება. ისეთი ეგზისტენციალური საფრთხე, როგორიცაა ატომური ბომბები ისრაელის სახელმწიფოზე, ისეთი საფრთხე, როგორიცაა ათასობით და ათასობით ბალისტიკური რაკეტა, რომელიც შევაჩერეთ. შეიძინო რაიმე ნავი იმისთვის? ჩვენ მივიღეთ ღერძი. მივიღეთ ღერძი, ის ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ დაჭრილია, დაზიანებულია. არის რამე, რომ თუ მიიღებდი, საკუთარ თავს ეთყოდი. საკმარისია, მეტი აღარ მინდა. დავისვენებ, სახლს მივხედავ, ოჯახთან ერთად ვიქნები. ეს ყველაფერი ზეწოლა. ცოტა უნდა ვილაპარაკოთ სასამართლო პროცესზე, რაც სიგიჟეა. არის რამე, რაც გარდზნობინებს. დარგი უკვე საკმარისია. მინდა გავიგო შენი мотиваცია მისიის მიღმა. არა, მისიის მიღმა არაფერია. მე არ ვამცირებ ამას, არ უყურებ ამას უმნიშვნელოდ. მისია მნიშვნელოვანია. მის გარეშე შენ ეს მართალია, დიახ. დააფასე ლამასალი იმ ტკივილით, რაც გამოიწვია განსაკუთრებით ჩემი ოჯახის წევრებისთვის. რა თქმა უნდა, ნახე, პირველ რიგში ეს არის ირანული ღერძის ნარჩენები, მეორე მხრივ ეს არის იმიგრაციის ტალღები, ქვეყანაში ახალი ძალებია, რომლებიც უნდა მოვაწყოთ და მესამე რიგში ტექნოლოგიური ავანგარდი. ისევე როგორც ისრაელი გავხადე მსოფლიოში მეორე კიბერძლიერებად, ჩვენ უნდა ვიყოთ ხელოვნური ინტელექტის ავანგარდში, რადგან ეს განსაზღვრავს ჩვენს მომავალს უსაფრთხოების, ეკონომიკის და ასევე სოციალური თვალსაზრისით. ბავშვები, რომლებსაც ხელოვნურ ინტელექტში მომზადება არ ეკნებათ, ჩამორჩებიან და მე არ ვარ მზად მივიღო ის, რომ ისრაელში არც ერთი ბავშვი, იქნება ის ებრაელი თუ არა, ამ მდგომარეობაში არ მოშდეს. ამას არ ვიღებ. მტკიცებ ჯერა, რომ შესაძლებელია ჩემ მთელი პროგრესის პირდაპირ გადატანა ჩემს კომპიუტერში. მაგრამ შენ არ რჩები ხელოვნური ინტელექტის გამო. ცდილობ გავიგო, არის თუ არა რამე, ცდებით, გონი ვერ ხდებით. რატომ უნდა დაგაჯილდოოს ხელოვნურმა ინტელექტმა? ამას მოვითან, ამ რევოლუციას, მაგრამ კიდევ არის რაღაცები, გავიმეორებ. თუ ტერორიზმს გავანადგურებდით, გასაღებს ჩემს მემკვიდრეს გადავცემდი. უკვე გიფიქრია რომელიმე სახელი? არა, მემკვიდრის იდეა შენი და მილიონობით მოქალაქისა. ეს მართალი არ არის, მაგრამ შენ იცნობ ამ საქმეში ჩართულ ადამიანებს. მე არ ვიცი, ისეთი რამ, რომ მემკვიდრის საკითხი მემკვიდრეობას არ უკავშირდებოდეს. მემკვიდრე ბჭყალებში. ყავს ვინმე, ვისაც ფიქრობ, რომ შეუძლია შენი შეცვლა. ვინმეს სახელი? პირველ რიგში ამას საზოგადოება გადაწყვეტს. არის ადამიანები, ვინც ფიქრობ, რომ ამას შეძლებენ, გეტყვი. პირველ რიგში არიან შესანიშნავი ადამიანები, მაგრამ საზოგადოება მათ არ იცნობს, რადგან გასართობი არხები, როგორც მათ უწოდებენ და პროპაგანდა, მუდმივად ცდილობენ მათ დაკნინებას. მაშინაც კი ჩვენი დიდი მიღწევები, რომლებიც ეხლახან ავხწერე, რომ მე რომ მიმეღო ამ არხებზე და მათ მსახურ პოლიტიკოსებზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, დღესაც ჰამასის სრულ ძალაუფლებაში იქნებოდა. არა მისი 60%, 70% ალყაში მოქცევით მათი სურვილის ამეთ, ხო ასეა. და ნასრალას სრულ ძალაში მივირებდით.
ვინ შეძლებს ამას? და ჩვენ მოვიგებდით? ასადი და მივიდებდით ირანს სრულ ძალაში. ვინ? ასე რომ ამ ყველაფრის მოსაგვარებლად ნამდვილად ჭირდება პირადი უნარი, რომელიც ბევრ ჩვენსას აქვს და მე ძალიან ლოფასებ მათ, რადგან ყოველთვის ხედავ მათ. ასევე საჭიროა კიდევ ერთი ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი რამ. და ეს კიდევ ერთი რამ არის ის, რომ შენ არ ხარ ავსტრია F-35 გამანადგურებლებით. შენ რა არ ხარ? შენ არ ხარ ავსტრია F-35-ებით. შენ არ ხარ განთავსებული ევროპულ კონტინენტზე იმ გამოწვევებითა და პრობლემებით, რასაც ისინი აწყდებიან. მაგრამ შენ ხარ იმ ხალხის ქვეყანა, რომელსაც ათასლოვანი ისტორია აქვს და რომელიც დაბრუნდა თავისი სუვერენული სახელმწიფო საკუთარი შემართებით საკუთარ მიზანზე აღადგინა და აგრძელებ აყვავებას. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს მრავალი და ღრმა სიზურვილის ხაზი, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენს განადგურებას. და იმისათვის, რომ ეს საბოლოოდ აღმოიფხვრას, საჭიროა შეძლო იმოქმედო ავტორიტეტულად და მტკიცეთ დღევანდელ ფართო მსოფლიო არენას. შენ უნდა შეძლო. შენ უნდა შეძლო იმოქმედო ამერიკულ არენაზე. ასევე უნდა იმოქმედო მსოფლიო არენაზე, შექმნა ახალი ალიანსები, განავითარო ურთიერთობები, ახალი კავშირები, მაგალითად როგორც ახლა ვაკეთებ ინდოეთთან. და სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს არის ფუნდამენტური და აუცილებელი იმისთვის, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი იყო. მაგრამ მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც სვეთს. სინამდვილეში გადაწყვეტილებას საზოგადოება იღებს. ეს არის დემოკრატია. და საზოგადოებას საბოლოო ჯამში მოუწევს კითხვა არსებობს. ვინ უზრუნველყოფს ხვალინდელ დღეს? შენ არ მეტყვი სახელოს მესმის. არა. რა თქმა უნდა არა. თუ სახელებს დავასახელებ, შენ მეტყვი გამოდგება თუ არა? მე გავიდიმებ. რას ფიქრობ? შეგვიძლია დავასახელოთ და იოსი კოენი. შესაფერისია? გააგზელე. შემდეგ გოფმანი გამოდგება. გააგზელე, ხო. მაგრამ შენს თავში არის ვინმე, ვისაც ქვეყნის გასახებებს გადასცემდი კიდევ ერთი ვადით და მშვიდად წახვიდოდი სახლში. არის ესეთი ადამიანი, ხო? იმედია გამოჩნდება. ხო, მგონი არის, ხო. ამ ადამიანს ამზადებ. ამაზე ელაპარაკები. როგორ იცით, რომ ის ბიჭია და არა გოგო? არა. უკვე შეზღუდეთ. კარგი. პასუხი არის დიახ. ეს თქვენთვის ნიშნავს კიდევ ერთ ვადას. არ მინდა დროის განსაზღვრა. იცით, ვინ წვეთს? პირველ რიგში საზოგადოება წვეთს. დიახ, მაგრამ ზოგჯერ არ იღლებით. კითხეთ საკუთარ თავს. ნახეთ სად ვართ? ოთახში, სტუდიის გარეშე. ეს ხომ ასეთი ფორმალური საუბარი არ არის. ტოსტს ვიტყვი, რადგან ამ დროს ღვინის დალევა არ გსურთ. შაქარია. კიდევ გაქვს შეხვედრა ყოფილთან? შემიძლია ჩემს მენელებს უთხრა? ეს თითქმის არ მოხდებოდა. ის არ მოდის. ის თეთრ სახლში დააბრუნეს. ვაუ. ეს გაწუხებს. ალბათ მნიშვნელოვანი შეხვედრა თურქეთისთვის F-35-ზე და ირანის საკითხზე. თუ ფიქრობ, რომ ეს ტელეფონითაც შეიძლება მოგვარდეს? რატო ფიქრობ, რომ ეს უსიამოვნოა? იქნებ ეს სხვა რამეს ნიშნავს. დავჩები ჩუმად, რომ დაძაბულობის ატმოსფერო შევქმნა. არა, აქ რამდენიმე შესაძლებლობა არსებობს. კარგი. სხვათა შორის, როცა ამის შესახებ გაიგე, როცა აქ შემოხვედი, უკვე იცოდი? Maquiagem, entendi. ისრაელის პრემიერ-მინისტრს უნდა კონდეს უნარი გლობალურ დონეზე იმოქმედოს, საერთაშორისო დონეზე. რადგან ჩვენ არ ვართ პატარა ქვეყანა ევროპაში, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ გიგანტი, თუმცა უზარმაზარი ძალების საფრთხის ქვეშ. ეს ნათელია. და შეუნდა შეგეძლოს იქ მოქმედება. მართლა არ არის მომენტი, როცა ამბობ ავიღალე ამით, დავიღალე. სხვათა შორის სასამართლოზე არ გვისაუბრია, მალე ცოტას ვილაპარაკებთ ამაზე, იმედი მაქვს კიდე რამდენიმე წუთი გაქვს. დიახ, მაგრამ ნახე, მე ჩემი ცხოვრება მიუძღვენი ისრაელის არსებობის უზრუნველყოფას და არასაკופას და არასაქმის დასრულებას. ეს ნათელია, მაგრამ კიდევ არის რაღაცები, რაც ჩემი აზრით მინდა წამოვიწყო. და ეს არის ჩვენი დამოუკიდებელი შეიარაღების შესაძლებლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამაა, რადგან თქვენთვის ნათელია, რომ ჩვენ გავაგზელებთ არსებობას მანამ, სანამ შევძლებთ ახალი მტრების მოგერიებას, რომლებიც გამოჩნდებიან და შესაძლოა ძველებისაც, რომლებიც კვლავ ცდიან. ეს არის პირველი პირობა. დიახ. როგორც ამბობენ, სამუდამოდ მარადიულად და מחვილით იცხოვრებ. თუ მას მტკიცედ და ბასრად შეინახავ, იმდენად ხშირად არ დაგჭირდება მისი გამოყენება როგორც გონია. მაგრამ თუ მას ქარქაში ჩადებ და დაჟანგდება, იმ იმედით, რომ ხალხი მიგიღებს, იმიტომ რომ კეთილები ვარ და არავისთვის არაფერი დაგვიშავებია, ეს არ იმუშავებს. არავინ ფიქრობს, რომ შენ პატივსაცემი ხარ.
არავინ ფიქრობს, რომ შენ არ მიაყენე უზარმაზარი ზიანი, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ აქ სუნთქავთ და ვსხედავთ ბაგებში, ახლოს იმ ბაგებთან, სადაც ჩემი დედა დაიბადა 100 წელზე მეტი წინ. აქვე შორს არა, ახლოს. სულ რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით. მაშ მე ესე არ ფიქრობ. მე ვფიქრობ, რომ თუ ძლიერი ხარ, ძლევამოსილი, თუ გაქვს როგორც სულიერი, ასევე სამხედრო ძალა და ეკონომიკური ძალაუფლება, მაშინ ჩვენ საკუთარ თავს აქ მომავალს დაუძღვოთ. ამჯერა რომ უკვე ამოწურე ჩემი გეგმები, რადგან კიდევ დარჩენილია რამდენიმე მთავარი მიმარი მიმართულება, რომელიც უნდა განხორციელდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, საბოლოო გადაწყვეტილებას თელი პატივისცემით მე არ ვიღებ. მას ისრაელის მოქალაქეები იღებენ. და ეს ძალიან აწუხებს ზოგიერთ ადამიანს, ხო ესეა, იცი? შენ გირჩევენ. და ისინი, ვისაც ეს ძალიან აწუხებს, ამბობენ, რომ ისევ გირჩევენ, ისევ და ისევ. მერე ამბობენ, შენ აგირჩიეს, მაგრამ ჩვენ გადავწყვეტ, ჩვენ ვართ ხალხი, მაგრამ ვინ ვართ ჩვენ? ბიუროკრატების მთავრობა. ჩვენ წყვეთ რა არის კარგი საზოგადოებისთვის, სიჩუმის გემო. შენ უბრალოდ პრემიერ-მინისტრი ხარ. ჩვენ გეტყვით, ვის შეგიძლია დანიშნო, რა გადაწყვეტილებები შეგიძლია მიიღო ან არ მიიღო და რომელი კანონები დაგიმტკიცოთ ან არ დაგიმტკიცოთ. და ეს 68 მანდატიც. კარგი, მაგრამ ეს ახლა რა შეიძლება შეიცვალოს შემდეგ ჯერზე? გეტყვი რა შეიცვალა. ისი რა შეიცვალა? გეტყვი რა შეიცვალა. თუ ეს 10 წლის წინ მეთქვა შენთვის, ან თუნდაც 5 წლის წინ, ბევრი ადამიანი ვერ გაიგებდა რაზე ვსაუბრობ. რაც შეიცვალა ისა, რომ დღეს ბევრი, ძალიან ბევრი, ჩემი აზრით, საზოგადოების აშკარა უმრავლესობა ხდება, რომ დემოკრატიისთვის აუცილებელია დემოკრატია იყოს. ამბობენ, რომ ეს არის შემქმნელის ტენდენცია. როგორ მოხდა ეს? ეს მოხდა ეტაპობრივად. შენ იქ იყავი მთელი ეს დრო? დიახ, შენ ეს ნახე ხახე ხო ასეა? ანუ რეალურ დროში შენ მიხვდი, რომ რაღაც შეიცვალა, არა? მე ესე ნათლად ვედავინახე, ვივარაუდე, არა? დავკავებული ვიყავი. ძირითადად დაკავებული ვიყავი იმით, რომ ამერიკული მთავრობების ზეწოლას უპირისპირდებოდი. რომ დაგვებრუნებინა აქ პეტახტიკვას საზღვრებთან. პეტრატიკივა უკვე ფარსაბა, ამას უნდა გამკლავებოდი. კარგი. დავკავებული ვიყავი გლობალურ დონეზე ჩვენი ეკონომიკის რეფორმებით, რომ თქვენ ნახოთ ეს ყველაფერი მშენებლობა, ყველა ეს ჩემპიონი, მთელი ეს პროგრესი და მეწარმეობა. მჭირდებოდა ისრაელის ეკონომიკის შესვლა. ჩვენ ქონდა ეკონომიკა, შეიძლება ითქვას, თითქმის სოციალისტური და მოგვიწია მისი გარდაქმნა თავისუფალი ბაზრის ეკონომიკად. დავკავებული ვიყავი ზღვისგან გაზის მოპოვებით და ამის გამო მომიწია სასამართლოებშიც წასვლა. ამიტომ დიცილად ჩვენ გავაკეთეთ უზარმაზარი რევოლუციები. სად იყავი, როცა თქვეს, რომ ქმნილებამ შემქმნელს აჯობა და თამაში манипуლირებული იყო? შეიძლება ამაზე საკმარისად ღულადღებიანი არ ვიყავი. არასდროს ვიტყვი, რომ ყველაფერი რაც გავაკეთეთ იდეალური იყო. იდეალური არ იყო, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ქვეყანა იარსებებდა, რომ არა ის საქმეები, რაც რეალურად გავაკეთეთ. ანუ პირველ რიგში რო არ შემეცვალა ეკონომიკა, ეს იყო ის, რამაც მოგცა საშუალება შეგვეძინა იარაღი იმ დონეზე, რა დონეზეც დღეს ვართ შეიარაღებულები. თქვენ ფიქრობთ, რომ თუ ჩვენ ისევ გვექნებოდა ეკონომიკა თითქმის ისეთი, როგორიც მესამე სამყაროს ქვეყანას აქვს? ისიც მე მახსოვს, როცა შევედი, გონი ჩვენი ერთ სულზე მოდენილი MSP იყო, თუ არ ვცდები, $17,000, პრესეს მაჩვენებელი არის 65-დან 77,000 დოლარამდე. და ეს მოხდა იმ უზარმაზარი რეფორმების შედეგად, რაც აგავატარეთ. პირველი რეფორმა მაშინ გავაკეთე, როცა პრემიერ-მინისტრი გავხდი, პირველად. ეს იყო უცხოური ვალუტის გათავისუფლება. თუ გინდოდათ ქვეყნის დატოვება, უნდა გეწოლათ ქსენავის გამო. ისრაელის ბანკის რომელიმე თანამშრომელთან უნდა მისულიყავით, რომ რამდენიმე $1,000 გატანაზე ნებართვა მიგიღოთ. და როცა ბრუნდებოდით, ვალდებული იყავით ფული დაგებრუნებინათ. ეს რა არის? კუჩაში შავი ბაზრის გადამცვლელი? გონია, რომ ისრაელის სახელმწიფო ასე იარსებებდა? ის ვერ იარსებებდა. ამიტომ ბევრი რამ იყო, რასაც აუცილებლად მევიჩნევდი და როცა ფიქრობდი, რომ ეს აუცილებელი იყო, თავს უძუნიდი ამას. მაგრამ იყო რაღაცები, რაც ნამდვილად არ გაგვიკეთებია. და ეს ბიუროკრატების მთავრობის ავადმყოფობა მხოლოდ ჩვენ არ ბაზარალებს. ის გავლენას ახდენს მთელ დასავლურ სამყაროს და ჩვენთან ეს განსაკუთრებით მძიმეა. მაგრამ დღეს ვიტყოდი, რომ დღეს ყველა ამას ნათლად აცნობიერებს. როგორც არ უნდა იყოს, ფიქრობ, ეს იმ ფართო კონსენსუსის ნაწილია, რომლის ჩამოყალიბებაც მჯერა შეგვიძლია, რათა ეს მდგომარეობა შევცვალოთ და გამოვასწოროთ. არა უკიდურესი ფორმით. მაშ გეტყვი როგორ მოვიქცევდი. სასამართლო რეფორმის საკითხზე ვისაუბრეთ რეფორმაზე. დიახ, ფიქრობ შესაძლებელია გამოსწორების მიღწევა. შესწორებები მესამე მსოფლიო ომის საჭიროების გარეშე, რადგან თუ ფართო ფრონტი იქნება და რაღაცებზე შეთანხმდებით, შეგიძლია წინ წახვიდეთ
იარივ ლევინი აღმოჩნდა სწორი ადამიანი. ამბობენ, რომ ირანელები თითოეულ საფეხურს ითვლიან. იგივე ეხება ამ რეფორმასაც. საფეხურებს ითვლიან? დიახ, გახსოვს ვინ მითხრა ეს. შეიძლება მე. რა თქმა უნდა, არც ყველაფერი რაც მას ჰქონდა განზრახული და სურდა, სულად შესრულდა ეს ყველა სესმის და არც უმრავლესობას. შეიძლება მხოლოდ მცირე ნაწილი. ვიცი რომ ეხლა მან შეძლო ათეულობით მოსამართლის დანიშვნა დაბალ დონეებზე და როგორც ჩანს ეს წარმატებით განხორციელდა. შეიძლება მისი ხასიათიდან გამომდინარე, ის არ იყო შესაფერისი ამ თანამდებობისთვის, რადგან მას ავტორიტეტი ნაკლებად ეთყობა. ვი? მე ძალიან ვაფასებ მას, ასე რომ ეს დიდად არ აქვს მნიშვნელობა, ყველაფერი არა მე ასე ვზნობ, ყველაფერი არ გამოდის. შენი მთავრობის დროს ის იქნებოდა შემდეგი იუსტიციის მინისტრი. მე თანამდებობებს არ ვანიჭებ. რარასნაირად ისინი მღერიან, იცი რატო? რატომ? იმიტომ რომ მე არ მიყვარს დათვის ტყავზე ლაპარაკი მანამ სანამ დაფს არ მოვინადირებ. ჯერ უნდა ამირჩიო. და მე ვამბობ, მე ვიხრი კენჭს. სხვათა შორის მე ვირბენ ის დადის, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ის ბევრს დადის, იმ სავარჯიშო აპარატს, დიახ. სავარჯიშო აპარატი ასევე დამოკიდებულია დახილობაზე როგორც ჩანს. მე დავდივარ, მე ვირბენთ, მე ამ არჩევნებში ვიხრი კენჭს. თუ ღმერთი ინებებს, თუ ისრაელის მოქალაქეები გადაწყვეტენ მომცე. ღირსებას და პასუხისგებლობას რომ გავაგრძელო ქვეყნის ხელმძღვანელობა ამ კრიტიკულ საკითხებში, რომლებიც ჩვენ წინაშეა, ამას სიამოვნებით გავაკეთებ. გინდა რომ როგორც 99-ში იგივე мотивაციით იყო 86-ში, იგივეა. რას კითხულობ? იგივე ენთუზიაზმი გაქვს? კიდევ უფრო მეტად. მე უფრო მეტი ვიცი. მეც ვიცი. მე უკეთ ვიცი რა საფრთხეებია და ასევე უკეთ ვიცი რა შესაძლებლობებია. შენ გაკვირვებულმა მკითხე. რას მეტყვის მაშინ ხელოვნური ინტელექტი? ეს მიზეზია რომ არა. არა. ეს იყო ის, რაც მე ვიგულისხმე. მოდი გეტყვი. არა, ეს ხო ბილეთი არ არის, რაზეც უნდა დაეფუძნა, ხო ესეა. არა, ეს არ არის. ეს ერთადერთი რამ არ არის, მაგრამ ერთ-ერთი ძირითადი რამეა და უბრალოდ ამის გაგება, მხოლოდ ეს კომპონენტი. ჩვენ ესეთ სიტუაციაში ვართ, ხო ასეა? ხედავ? დიახ. ხელოვნური ინტელექტი ახლა ჩვენ ცხოვრებაში ეტაპობრივად შემოდის. ის ყოველწელს ასე იზრდება, მაგრამ მალე გეომეტრიული გახდება. ანუ ის ცაში აიჭრება. შენ ამას იკენებ? დიახ, რა თქმა უნდა. ყოველდღიურ ცხოვრებაში. ცოტა, მაგრამ არა მხოლოდ მე. დასვის სისტემა ამას ბევრად უფრო ხშირად აკეთებს, ვიდრე თქვენ გონიათ. ინდუსტრია ამას უკვე აკეთებს. ხახნები, რომლებიც აქ თქვენს გარშემო არიან, ისინი, ვინც ხელოვნურ ინტელექტს არ გამოიყენებენ, ჩამორჩებიან. მე გუნდიზის. ისინი ამას აკეთებენ? როცა შენობებს აშენებენ, ამას აკეთებენ. დიახ. როცა გეგმავენ. აქ რაც ხედავთ, ყველაფერი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დავაპროექტებ. მაშ მაგალითი. არ მინდა რომ არსებობდეს ოჯახები, რომელთა შვილებსაც არ ექნებათ ამაზე ცდომა და ამით დაკარგონ შესაძლებლობა იყვნენ მომავლის, უბრალოდ აწმოს ნაწილი. ეს უკვე ნამდვილად აზღვა. ამიტომ ჩემი აზრით ეს არის რაღაც უზარმაზარი, როგორც სოციალური, ასევე ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც და მე ვხედავ, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ერთ-ერთი დიდი ძალა ხელოვნურ ინტელექტში მსოფლიოში, ზუსტად ისე როგორც ეს ვნახე კიბერუსაფრთხოების სფეროში. ხალხი იცინოდა. მახსოვს რომ დამცინეს, როცა ვთქვი, რომ კიბერუსაფრთხოებაში ძალა ვიქნებოდით. შემდეგ მახსოვს რომ კნესეთში დამცინეს. ვირტუალური პრემიერ-მინისტრი, რაზე ლაპარაკობს ის. და ასე შემდეგ. გონია რომ დღეს ხალხი ცოტათი უკეთესად ხვდება, რომ აქ მართლაც უზარმაზარი შესაძლებლობები გვაქვს, მაგრამ ასევე გამოწვევებიც. ჩვენ ცხოვრობთ ძალიან რთულ გარემოში, ძალიან რთულში და რაც ამ 3 წლის განმავლობაში შევძელით, იყო ძალთა ბალანსის შეცვლა. დღეს ჩვენ ძალიან ძლიერები ვართ. ჩვენი მოწინააღმდეგეები დაჭრილები და დაზიანებულები არიან. მათი ძალაუფლება ძალიან შემცირდა. დაჭრილი ცხოველი ყველაზე საშიშია. კარგი. ესეთ შემთხვევებში უსაფრთხოების ზოლები კარგია. იცი სად არის დღეს ოთეფასა? ვიცი სად არის ეგზიტი, ის ვაშინგტონისკენ მიდის. ამაზე ვფიქრობ, რადგან აქ ძვალი დააგდე. შეიძლება უფრო მკვეთრი უნდა ვიყო და ვნახო, განაახლებს თუ არა უსაფრთხო ოთახს. ეს არის ის, რასაც შენ ძირითადად ამბობ. რატო უნდა განაახლოს? ის ყოველთვის წესრიგში უნდა იყოს. დასაგებია. მთელი ამ დროის განმავლობაში, მაგრამ ერთი რამ გაითვალისწინე. დღეს OTF ასას რეგიონი ფაქტობრივად ღაზის შიგნითაა და OTF ლიბანის ტერიტორია ლიბანშია. სრული გამარჯვება ახსენე, ასე თქვი. ეს ბევრად უფრო დიდი გამარჯვება. ჰამასის ლიკვიდაცია, მაგრამ პატრიოტებში საპირისპირო თქვი, აბსოლუტურ გამარჯვებას უარყოფთი. ვცდილობ შევათანხმო. მინდოდა მეთქვა, რომ ისტორია ნამდვილად არ გაძლევს უფლებას, ყავდეს ვინმე შენს მმართველობაში და შენს პრეტენზიაში და ისის პრეტენზიაში. და ისინი ასე სწრაფად არ დათმობენ თავიანთ מחვილებს. ეს მაშინ მოხდება, როცა მესია მოვა. მაგრამ როგორც ყოველთვის ვამბობ, მესია მომავალ ხუთშაბათს არ მოვა. დიახ, ჩვენ გვაქვს. ეს არის საქმე, რომელიც ყოველთვის უნდა გავაკეთოთ. დავლესოთ ჩვენი מחვილები.
და შევთავაზოთ მშვიდობა მათ, ვისაც ჩვენთან ერთად ცხოვრება სურს. ჰამასი არ დაგვიმთავრებია, მაგრამ ძალიან წინ წავიწიეთ. გამარჯვებისკენ გზაზე რაც დავპირდით, შევასრულეთ, ნახეთ თქვით. ჯერ ჩვენ დავაზიანებთ ჰამასის სამხედრო შესაძლებლობებს, ეს ძალიან მტკიცედ გავაკეთეთ. თქვით, რომ ღაზა აღარ იქნება საფრთხე ისრაელისთვის და ეხლა ნამდვილად აღარ წარმოადგენს საფრთხეს. როგორ ვიცი ეს? რადგან ისრაელის მოქალაქეები ამას თავიანთი ქმედებებით ამტკიცებენ. პრეს ღაზას მიმდებარე ტერიტორია, ღაზასთან ახლოს მდებარე რეგიონები ქვეყნის ყველაზე სწრაფად მზარდი რეგიონებია. იქ უზარმაზარი მოთხოვნა. ხალხი ამას კარგად ხვდება და დღეს იქ ახლოს კიდევ ერთ აეროპორტს ვაშენებ. მაგრამ სულთ რომ ჰამასის დარჩენილი 30% გაანადგუროთ. მინდა რომ ჰამასი დაიშალოს და დავიწყებას მიეცეს. მინდა რომ ღაზას მცხოვრებლებს, რომლებიც სურთ სხვაგან ისხოვრონ, კონდეთ ეს უფლება. ეს საკითხი ჯერ კიდევ განხილვაშია. ამბობთ რომ იმიგრაციაზე მუშაობს და ამაზე აგზელებთ მუშაობას. რა თქმა უნდა. დიახ, რა თქმა უნდა. რომ არა ტრამპი, ალიტაის მიწისქვეშა ბაზა, ჰეზბოლას ეს პოსტი უკვე აფეთქებული იქნებოდა. ამას ტრამპთან არანაირი კავშირი არ აქვს. არა? არის ესეთი მოსაზრება, მაგრამ ეს თავარი არ არის, თავარი სხვა ტაქტიკური საკითხია. მაგრამ ნახეთ რას ვაკეთებთ. აფეთქდება მაპატიერო დავიძალე. ეს ასე თუ ისე დასრულდება, ეს დასრულდება რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გასაგებად არის ის, რომ ასეოს ალტაირის ქედი, რომელიც ჩვენი უსაფრთხოების ზონის კიდეზე მდებარეობს, ეს ძირითადად დამატებაა, რომელიც ჩვენ თავდაპირველ უსაფრთხოების ზონას მიუმატეთ, მაგრამ უსაფრთხოების ზონის შიგნითაა, რომელიც 8-დან 10 კილომეტრამდე სიგანის ზოლს წარმოადგენს, ჩვენი საზღვის გასწვრივ, რომელიც ყოფს ჰეზბოლას მტრულ ძალებს ჩვენი თემებისგან და ჩვენ ვანადგურებთ მთელ ტერორისტულ ინფრასტრუქტურას. იცი, იყო სოფლები, რომლებიც ტერორის სოფლები იყო. საზღვის გასწვრივ ტერორის გვირაბები. მასოსო გვითრეს, გადი აიზენმა თქვა, იყო 7 გვირაბი, ჩვენ ისინი გავანადგურეთ, აღარ არსებობს. ოდიში არა. არის კიდე ბევრად მეტი და ჩვენ უბრალოდ ვშლით მათ ერთის შემდეგ მეორეს, მათ შორის მთელ მიწისქვეშა კომპლექსებსაც და რა თქმა უნდა, რაღაცას მიწის ზევითაც. ამიტომაც შემოვიტანეთ აქ გარკვეული დონით უსაფრთხოება, ცვლილება, რომელიც აქამდე არ არსებობდა. სხვათა შორის ამ ზონაში, ამ ტერიტორიაზე მოსახლეობა არ არის. ამიტომ აქ არის ფუნდამენტური ცვლილება. მოსახლეობაც აღარ დაბრუნდება. არა, სანამ საფრთხე არსებობს, შეასწევს ჩვენ ვიცავთ ამ ადგს. ბეირუთში ჰუმუსის ჭამა რაღაცაა. რაზეც შეგვიძლია ვიფიქროთ, არა იმიტომ რომ მე ვარ, იცი, მე არ ცხოვრობ ილუზიებში ან რამე მსგავსში, მაგრამ ეს შენთვის აზრიანია, რადგან მოქმედი ჩარჩო შეთანხმება არსებობს, ხომ ასეა? დიახ, როგორც ამბობენ ეს ხედვაა. მაგრამ მიუხედავად ამისა, საჭიროა ჰეზბოლასთან სიტუაციის მოგვარება და სხვათა შორის მე ბეირუთის ქალაქში ვიყავი მაშინ, როცა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ჯარისკაცი ვიყავი, მონაწილეობდი სამხედრო რეიდში, რომელიც ბეირუთის აეროპორტში ჩავატარეთ. იმ დროს ჩვენ რამდენიმე თვითფრინავი ავაფეთქეთ, რადგან ლიბანელებმა ორგანიზაცია ფათახს მისცეს უფლება თავისუფლად ემოქმედათ მათი ტერიტორიიდან. იმ დროს იქ ჰუმუსი არ მიჭამია, მაგრამ ნამდვილად დიდი ცეცხლი დავანთეთ იმ ოპერაციით. და მას შემდეგ ლიბანი ყოველთვის კარგი ქვეყანა იყო. ლამაზი სხვათა შორის მეგობრებო, ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ლიბანში ვიტავი, მაგრამ იქ ჯარისკაცებს ვსახურობდი. ვიფიქრე რომ აქ რაღაცა მქონდა. უთხარი, იქნებ შეუძლოთ რამე ამოვიღოთ. წავედი. ლიბანის სამხრეთში ორჯერ ვიყავი. ბევრად უფრო ეხლა ხანს. მაგრამ ლიბანში რამდენჯერმე ვიყავი, ასე თუ ისე. და შემიძლია გითხრა, ეს არის ლამაზი ქვეყანა, კარგი ხალხით და ისინი უბრალოდ იმიტომ რომ ისრაელის სახელმწიფოს ახლოს არიან, ძალები, რომლებიც ჩვენ დანადგურებას ცდილობენ, პირველად ოლფემ მას ეკონტროლი აიღო და შემდეგ როცა საბოლოოდ ოლფე გავაძევეთ, მოვიდნენ ჰამასი და ჰეზბოლა, სინამდვილეში ირანი. და მოგვიწია მათზე თავდასხმა და მათი მოშორება. მაგრამ თუ შეძლებთ ჰეზბოლასთან გამკლავებას, მაშინ ლიბანთან მშვიდობა გვექნება და ეს იქნება შესანიშნავი მშვიდობა. ამასობაში ვამბობთ, რომ საჭიროა ამ უსაფრთხოების ზოლის შენარჩუნება. და არა მხოლოდ იქ, ასევე ღაზაში იგივეა, რათა ავიცილოთ საფრთხე. თუ მეტყოდით, რომ 7 ოქტომბრის გამარჯვებაზე საუბრობდით და ყველაფერს აგიხსენდით, რაც დღეს მოვიპოვეთ, მეტყოდით, არა ეს შეუძლებელია. რა მოხდებოდა? არაფერი, მერე რა, ასე ყველა, ვინც მზად იყო, არაფერი დაკმაყოფილებულიყო. დიახ. ნული დაკმაყოფილება, სრულად ზონიდან გასვლა, ლიბანში არ შესვლა, სირიაში არ შესვლა, ირანში არ შეტევა. ყველა, ვინც ეს სიტყვები თქვა, დღეს მოდის და გვეუბნება, მაგრამ თქვენ ვერ მიიღეთ 100%. მიიღეთ მხოლოდ 90%. დიდი მადლობა, ნოგვიკითხავთ მორალს. ჩვენ მივახციეთ ისეთ რამეებს, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ისრაელის სახელმწიფო შეძლებდა და ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ მე თქვენ არ მოვისმინეთ.
მე არ მომისმენია ყველა კომენტატორისთვის არხებზე, მე არ მომისმენია დასთვის. ჩვენი ზოგიერთი მეთაური, რომლებიც საბედნიეროდ ჩემდა სასიხარულოდ უკვე შეცვლილია და ეხლა ატმოსფერო სულიად განსხვავებულია, მე არ მომისმენია ჩემი კოალიციის კოლეგებისთვის, მათ შორის ბენი განცისა და გადი აიზენკოტისთვის, რომლებიც ავიდნენ, რადგან თქვენ ვერ დაასრულებთ ომს დროულად. მაგრამ უფრო ჩვენ შორის ხო ასეა. ჩვენ აქ ძალიან ღია და საკმაოდ დეტალურ საუბარს ვაწარმოებთ. ჰეზბოლას კარავი იყო ლუჩხაზზე. ჰამასი წლები ვხედავდით რას აკეთებდა. მოვატყუეთ თავი ვთქვით რომ ჰამასი შეკავებულია. მერე გავიგეთ რა მოხდა და ყველაფერი დანარჩენი. სად იყავი შენ? თავის თავს ეუბნება. იქ სხვანაირად შემეძლო მოქცეულიყავი. ვიფიქრე სხვანაირად მოქცეულიყავი. ჯერ ირანზე, რატომ მიდიხარ ჰამასზე? წადი ირანზე, ხო? ბევრჯერ მინდოდა მათზე თავდასხმა. და არ ვამბობ რომ გენერლების აჯანყება იყო, მაგრამ როგორც ამბობენ, სისტემა ამას არ დაეთანხმება. შეგონა რომ ვაჭარბებდი. იმ საფრთხეში, რომელსაც ირანში ვხედავ, საუბრობ 2012 წელზე, ტაგანზე, ბარაგზე, აშქენაზიზე და ყველაფერზე რაც იქ მოხდა, ხო ასეა. პირველ რიგში მაშინდელი მოსადის ხელმძღვანელი ის ერთადერთი არ ყოფილა. მაგრამ სწორედ იქ შუაში მან ეს შეაჩერა იმ ფორმით, როგორც ეს ამერიკელებისთვის გაჟონა. ანუ ნამდვილად იყო იქ. ეს არ გაჟონილა, მან მათთან ამაზე ისაუბრა. როდის გაიგე ეს? მოგვიანებით, მხოლოდ მოგვიანებით. და თუ ოპერაციის შესრულების დროს ვერ შეძლებლებ, რას იცი? იმ მომენტში, როდესაც ეს საერთაშორისო მედიაში ჩნდება როგორც შესაძლებლობა, რომ ისრაელი განიხილავს ფორდალის ობიექტში შეჭრას, ცხადი ხდება, რომ ეს სეინდან ქრება. ეს აშკარაა. ეს ნამდვილად მიზანმიმართული ლიკვიდაცია იყო. მოусმინე, რასაც გულისმოფისაა, რომ შეზღუდვები, ყველაზე დიდი შეზღუდვა, რომელიც მე ვიგძენი, ისევე როგორც ჩემს გეგმებში ირანის მიმართ, ასევე ღაზაში ჰამასთან დაკავშირებულ შესაძლებლობებში, ეს არ იყო არასწორი შეფასებები, რას მივიღე, რომ ჰამასი შეკავებული იყო და ასე შემდეგ, არამედ ის ფაქტი, რომ ხალხში კონსენსუსი არ არსებობდა. არა მხოლოდ ჩვენს უსაფრთხოების სისტემებში, უსაფრთხოების სტრუქტურებში, არამედ ხალხშიც, ესეთი მასშტაბური ქმედებისთვის, როგორიცაა განახორციელეთ. იგივე ეხება ირანთან ომსაც. ესეთი კონსენსუსი არ არსებობდა, არც საერთაშორისო და არც ეროვნული დონეზე. და ამიტომაც ჩვენ არ ვართ დიქტატურის ლიდერები. მე ხელმძღვანელობ დემოკრატიულ სახელმწიფოს, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ თქვენი შესაძლებლობა, საზოგადოება თქვენს გვერდით წამოიყვანოთ. ასევე უსაფრთხოების ხელმძღვანელობაც იქ მიიყვანოთ, სადაც გსურთ. ეს იყო ირანზე თავდასხმასთან დაკავშირებული საკითხები. მათ ბირთვულ ობიექტებში შეჭრის ოპერაციას კი. ეს შეუძლებელი იყო, რადგან ამისთვის კონსენსუსი არ არსებობდა და ასევე არ არსებობდა კონსენსუსი მასშტაბური შეჭრის ოპერაციაზე, როგორც გავაკეთეთ ღაზაში. და ამის გარეშე მოქმედება შეუძლებელი. ამიტომაც ყველაფერი ერთიანად შეიცვალა 7 ოქტომბერს. რა მოხდა 7 ოქტომბერს? ისრაელის ყველა მოქალაქემ, თუნდაც სკეპტიკურად განწყობილებმა, თუნდაც მათ ვინც ვიცი, რომ ღაზადან პალესტინელები ჩვენ საავადმყოფოებში მოიყვანეს იმ იმედით, რომ ეს სიზულს დაძლებდა. დიახ, ყველამ გაიგო. თითქმის ყველამ საბოლოოდ გაიგო, რომ ისინი ძალიან ცდებოდნენ ამ გზაზე და ეხლა ჩვენ აღარ გვაქვს სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ ძალიან ძლიერად ვიმოქმედოთ ამ საშინელი უბედურების, ამ საშიში ფანატიზმის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენ სულად განადგურებას ცდილობს. და თუნდაც ბოლომდე არ გავანადგუროთ ისინი, უნდა მოუკვეთოთ მათი საცეცები და ჩვენთვის ზიანის მოყენების უნარი. სწორედ ეს გავაკეთეთ. ეს გავაკეთეთ ერთგვარად. ეს საოცარია. და ამას საოცრად ვამბობ, რადგან ეს უპირველეს ყოვლისა ხალხისგან მოდის. ყველაფერი, რასაც ხელმძღვანელობდი, ვერ შევძლებდი ხალხის და მებრძოლების მხარდაჭერის გარეშე, ვინც ბრძოლის ველზე შევხვდი როგორც ჯარისკაცები, ისე მეთაურები. მე სულიად განსხვავებული რა ვნახე დემორალიზაციის ინდუსტრიასთან შედარებით, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება. მე ვნახე ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, ფილია, პრემიერ-მინისტრო, არ დანებდე, იარე წინ, დაიბრუნე ტერიტორია, არ შეგეშინდეს, ჩვენ შენთან ვართ და ასე შემდეგ. და ეს ბევრ საზოგადოებრივ ფენაში ვნახე. ეხლა ამის კვალი არ ჩანს 10 თავარტელი არსზე, გარდა არხ 14-ის, ამის კვალი არსად არის. პირველ რიგში ჩვენ არ გვაქვს მიღწევები, ჩვენ არაფერი მიგვიღწევია. ასევე მე-15 არხზეც. ასე ამბობენ, ხო? ასევე მე-15 არხზეც. ეს მართალია. სხვათა შორის, შენ იმედოვნებ, რომ ისინი არ გაიმარჯვებენ, რადგან თუ გაიმარჯვებენ, შესდახურავენ და არხ 14-საც და კიდევ დაგაპატიმრებენ. მართლა გონია, რომ ეს საარჩევნო სლოგანები რეალობად იქცევა? რა თქმა უნდა, მართლა, რა თქმა უნდა. ესე ამბობენ. რა არის დემოკრატია? სიტყვის თავისუფლება.
სიტყვის თავისუფლება მათთვის, ვინც ჩვენ საზრებს გამოხატავს, მემაცხენეების, მემარჯვენეების, ეს არის წაქეზება. ყოველ ჯერზე, როცა არსებობს მათთვის მიუღებელი აზრების გამოხატვა, ამას წაქეზებას ეძახიან. ეს არ არის ის, რისი გაკეთებაც მე მინდა. არ მინდა აქ დავხურო. 112, 111 და ასე შემდეგ და არც 13. ისინი ბაზაზე ძალიან კარგად გაართმევენ თავს, ამაში პრობლემა არ მაქვს. მაგრამ ერთ რამეს ვერ გააკეთებ, ვერ გაგვაჩვენებთ, რადგან მე მჯერა მრავალფეროვნების. და ვფიქრობ, რომ მასში ისმენ ამ და იმ ასრს. შენ მედიის მოხმარებას ამჯობინებ, თუ ყველაფერს ტოპაზისგან იღებ და ზუსტად, ღამის პირველ საათზე. ღამის პირველ საათზე. ანუ, ეხლა ეს კონკურენცია მსოფლიო ჩემპიონატსა და სიახლეებს შორის შენ ხშირად იღებ ინფორმაციას სოციალური ქსელებიდან თუ უფრო შეზღუდულად უყურებ? შეზღუდულად. არა, მე ვირებ ანგარიშებს ჩემი გუნდის წევრებისგან, მაგრამ მე არ მაქვს შესაძლებლობა სულ უყურო. უბრალოდ არ მაქვს ეს შესაძლებლობა. ტელეფონმა გაგავიძა. დიახ, გონი ნომერიც გაქვს? მე ვცდილობ, რაც შეიძლება შორს დავიჭირო იქ. ზუსტად შუაში. არა, თუ გინდათ შეიძლება ეს ვერ გაიგეთ, მაგრამ თქვენ აღარ გაქვთ პირადი სივრცე. ეხლა ამ თქვენი ტელეფონით, თქვენ აღარ გაქვთ პირადი სივრცე. რა თქმა უნდა. რადგან თუ იმეს მოუნდება თქვენზე რაიმეს გაგება, ისინი ამას შეძლებენ. და მათ ეს უკვე გააკეთეს კიდეც. სხვათა შორის ესეც გააკეთეს. სასამართლო პროცესზე ეს ნათელი გახდა, მათ უბრალოდ გამოიყენეს პეგასუსი, რომელიც ალბათ სოფლიოში ყველაზე გამითარებული ჯაშუშური პროგრამაა, ეს თითქმის ყველა ჩემს გარშემოყოფ ადამიანზე გამოიყენეს და ცდილობდნენ სულად გაეშიშლებინათ ისინი როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. გჯერათ რომ მოიგებთ. ნუ ტრაბისონი ამბობს. სამართლიანობა არ იქნება. მოსამართლეებმა უკვე მოითხოვეს ქრთამის მუხლის ამოღება და ვხედავთ საით მიდის ეს ყველაფერი. გონია რომ ასია, იმიტომ რომ ეს სასამართლო პროცესი ჩამოიშალა ეს ყველას ესმის. ესმით რომ ეს იყო გუდიანებზე ნადირობა და ეს ფაქტებზე არ იყო დაფუძნებული. იდიოტურია. იცით, ქრთამის შესახებ ლაპარაკობენ. იცით რა არის ეს ქრთამი? როგორ ვფიქრობთ, რა არის ქრთამი? ფულის კონვერტებია? არა. ქრთამი თითქოს ისაა, რომ მე ვინმესთვის რეგულაციებში შეღავათები გავაკეთე და მან სანაცვლოდ რაღაც მომცა. ჟურნალისტიკა. დადებითი მასალა ვალას ვებგვერდზე. დიახ. ჟურნალისტიკა. არა მხოლოდ ეს, თავიდან მოვიდნენ და თქვეს რომ მე ვებგვერდის კონტროლი ავიღე. მაგრამ ეს ძალიან მალე გახდა ნათელი. არა მარტო მე არ ამიღია ვებგვერდის კონტროლი, არამედ ეს ვებგვერდი საშინო ჟურნალისტიკას თავაზობს. ანუ საშინელ ჟურნალისტიკას. ამიტომ ქრთამის ბრალდება მოიხსნა და გადაწყვეტილებები მიიღეს პასუხისგებელმა პროფესიონალებმა. ეს სასამართლოში დამკისდა, შესაბამისად, არანაირი ქრთამი არ ყოფილა, მაშ რა დარჩათ მათ? თქვეს, კარგი ისი, ბოლოს ნეთანიაჰუ გადადგება. ბოლოს ის გააფორმებს საპროცესო შეთანხმებას, რადგან ყველა ასე აკეთებს. მე არ გამიკეთებია. შენ არც კი განიხილეს. ერთხელ მოვისმინე და გადავწყვიტე რომ არა. და თქვი რომ თუ მე არა, ძალიან ბევრი რამ არის რა, ძალიან ბევრი რამ რას მოხდა. შენ იცი რა მოხდა ამ წელს? არა. რა თქმა უნდა, შენ იცი. ეს საკმაოდ დრამატულია. რა არის იქ, რა? შენ იცი რომ ეს საკმაოდ ბევრ ყურადღების გაყოფას მოითხოვს, როგორც ამას ხშირად უწოდებენ. მაშ ყურადღების გაყოფა ჩემი გამოცდილებით, ხომ გონი ამბობენ რომ ეს მაქვს, მაგრამ გეტყვი რა მაქვს მე. ეს არ არის ყურადღების გაყოფა ისე რომ ერთდროულად ყველაფერზე ვფიქრობ, არამედ მაშინ როცა საქაღალდეზე მუშაობ, ვიდრე ტელეფონს დივანთან დასარეკად და ამ დროს შემოდის თავდაცვის მინისტრი, გენშტაბის უფროსი ან ვინც არ უნდა იყოს. იმ მომენტში მე არ ვფიქრობ სასამართლოზე, რადგან მალე დავბრუნდები. ამაზე ვფიქრობ. კარგი. ამაზე ვფიქრობ და ამაზე ვარ კონცენტრირებული, ხო ასეა, ამ საკითხებზე. და შემდეგ როცა სასამართლოს უბრუნდები, გადავერთვები და ისე მიგბრუნდები. და ვფიქრობ, ეს არის თვისება, რომელიც ვფიქრობ ეს ოჯახიდან მივიღე. ეს ამნიშნავს, რომ ერთდროულად 10 რამეზე ვფიქრობ. ვფიქრობ, შეგიძლია ერთი საკითხიდან მეორეზე მაქსიმალური კონცენტრაციით გადახვიდე და სწორედ ამას ვცდილობ, რადგან სხვაგვარად ჩემს მოვალეობას ვერ შევასრულებ. შენ გაქვს პრობლემა ვალდებულებებთან? რა თქმა უნდა, ყოველთვის. და აბა როგორ ხსნი ალ-შეიხს, გალანტეს, ბოგეს და ყველა უსაფრთხოების ექსპერტს, რომლებსაც უსმენ, მათ სიტყვებს, კონცეფციას, პარდოს და იორამ კოენს, რატომ ყველა იკავებს ანტიბიბის პოზიციას? რა ხდება იქ გზაზე? ძალიან ბევრი ხალხია. უპირველეს ყოვლისა, ისინი ძალიან დიდ ზეწოლას განიცდიან. იცით, ისინი ძალიან დიდ ზეწოლას განიცდიან. ასე ვთქვათ, რომ ჩვეულებრივი სისტემა დახურული იყო, ანუ საჭირო იყო დანიშნულიყვნენ ადამიანები, რომლებიც სისტემის შიგნიდან მოდიოდნენ, ვიდაც ის გარედან მოყვანისთვის დიდი ბრძოლა იყო საჭირო. მაგრამ ამ ბრძოლისთვის მივედი იმ წერტილამდე, რაზეც თქვენ თქვით, რომ ზოგჯერ საჭიროა სისტემის გარედან ადამიანების მოყვანა,
სასაცინოდ ლაპარაკობდა იმ რუსული აქცენტით, ხო იცით? სხვა ბავშვებმაც დასცინოდნენ, ზოგჯერ ასე ხდება ბავშვებთან. მე რა გააკეთა მან? ის გახდა ვიცე-ჩემპიონი, ისრაელში კრივში მეორე ნომერი. ხო, ცუდი არა. და 7 ოქტომბერს ცეცხლში შევარდა და დაიცვა. ამ კაცისთვის ბრძოლა მომიწია, რომ მოსაჩი მიმეღო მისი განსაკუთრებული უნარების გამო. მან ასევე დაარღვია მინისჩერი საბჭოთა იმიგრანტებისთვის, მათ შორის პოლიტიკოსებისთვისაც. ის უკვე ადაპტირდა, სხვათა შორის ამ დროის განმავლობაში ვძნობ, რომ ჯერა რომ ის შესანიშნავ საქმეს აკეთებს. შეგიძლია ეს თქვა. გამორჩეული. ცოტა ადრეა, მაგრამ ამას ხედავ. ამ მომენტში ზინეს შესახებ ამას იტყოდი. და ეკნება. ძნელია, იმიტომ რომ სია ცდილობ ორგანიზაციაში კულტურა შეცვალო, მაგრამ ამისთვის ახალი ადამიანები მოდიან. მე ვფიქრობ, რომ ალბათ ერთ-ერთი რამ, რაზეც ყოველთვის ვფიქრობ, როცა პენსიაზე გავალ, ეს ის სურათი, მე სურათზე დავდებ. ან დანებდებიან, ან უბრალოდ არსებობს ის, რასაც ჯგუფური აზროვნება ეწოდება. იცი, არის ჯგუფი, არის ჯგუფის ნაწილი ყოფნა. ჯგუფი ფიქრობს გარკვეულ რაღაცებს და ეს უნდა შეარგიო. ეს გავაკეთე, როცა არ ჩამოვედა. არ გიკვირს, რომ უფრო არ გამანიხარ. დაკოენი. და მართლა განსხვავებულია, მართლა. სხვათა შორის შენ ახსენე იორამ კოენმა რამდენიმე დღის წინ ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა, იცი რა თქვა? რა თქვა მან? მან თქვა, რომ ჩვენ შევქმნით მთავრობას მხარდაჭერით. არაბული პარტიების. ეხლა ეს ნიშნავს, რა არის სინამდვილეში ნამდვილი არჩევანი? ამ არჩევნებში ნამდვილი არჩევანი არა ფართო ეროვნული მთავრობა, ჩემი ხელმძღვანელობით, ან მემარცხენე მთავრობა აიზენკოტის ხელმძღვანელობით. რომელიც მოიცავს გოლანს, იაირ გოლანს, მოიცავს იაირ ლაპიდს და სულად დაეყრდნობა არაბულ პარტიებს. საინტერესოა, რომ თქვენ არ ახსენეთ განცი. არ ვიცი, სად იქნება ის, არ ვიცი. ჯერ ნახოთ გაივლის თუ არა. თქვენი აზრით, სათქენი ხრება მისი გული. არ ვიცი, ამინდა მის მაგივრად ვილაპარაკო. რას ფიქრობთ ოფერ ვინტერზე? ოფერ ვინტერს ბევრი დამსახურება აქვს, მაგრამ გინდათ რომ ეხლა დავიცვათ? ტოტოს დაფაზე მიშნავ? ის უბრალოდ აღარ არის, ნახე, რო ვიყო შენს ადგილზე, ვეცდებოდი მისი დაჯავშნას. ანუ, სცადე. როგორც ამბობენ ხოლმე, კარგად მოვისმინე შენ წინააღმდება და ყურადღებით განვიხილე. ფიქრობ სია შესანიშნავია, მაგრამ ჯერა რომ კიდევ უფრო შეგვიძლია მისი გაძლიერება. იქ არიან ადამიანები, რომლებიც ბევრ უსამართლობას განიცდიან, ისინი მართლა თავდადებულები არიან. ყველა მათ სამინისტროში, ისინი დიდ საქმეებს აკეთებენ. ბევრ რესურსს მოაქვთ, როგორც ჩრდილოეთისთვის, ასევე სამხრეთისთვის, რეზერვისტებისთვის და ასევე რეზერვისტების ცოლებისთვის. მაგრამ ასევე ბევრია ისეთი, ვისაც შეგვიძლია უარი ვთქვათ და სახელიც არ დავასახელებ, რომ არავინ ვაწყენინო. თქვათ, გვაქვს რაღაც, რაც სხვა პარტიებს არ აქვთ. და ეს არის ის, რომ გვყავს დიდი ამომრჩეველი საზოგადოება. და ვფიქრობ, აქ საზოგადოების სიბრძნე საკმაოდ კარგია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვერ დავამატებთ და ვერ გავამრავალფეროვნებთ და სწორედ ეს არ მინდა. პაკეთება, ნამდვილად იყო პარტიის შექმნის იდეა. სინამდვილეში არა. არისო, არა. მე, იმიტომ რომ ამბობენ, რომ ეს ბრენდი ნეთანიახუა, ხო იცი? მოусმინე, მე ძალიან ვაფასებ ჩემს მეგობრებს. ბევრად უფრო მეტად ვიდრე შენ წარმოიდგენ. იმიტომ რომ მე მართლა ვხედავ მათ თავდადებას. სამწუხაროდ დღეს ყველა ამას აკნემებს, რადგან ეხლა სწორედ ესაა მოდაში, ხო იცი? ესაა ამჟამინდელი მოდა არხებზე, მაგრამ სიმართლე ვეკითხა, ისინი ძალიან თავდადებულები არიან. ისინი ცირებენ გადაწყვეტილებებს, ჩემი აზრით, იმ კაბინეტში, სადაც ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ, ყველა ამ გადაწყვეტილებას მე ვხელმძღვანელად. ზოგჯერ ყველა წინააღმდეგ, ან უსაფრთხოების ორგანოების უმრავლესობის წინააღმდეგ. მათ ხარი დამიჭირეს. ეს ძალიან დიდი ცვლილებაა. და სხვათა შორის ერთ რამეს ნამდვილად გეტყვი, ხო ასია? ამ შეხვედრებზე მე ნამდვილად მოვითხოთ, დიახ, არმიის მეთაურებისგან და უცხოების ხელმძღვანელებისგან, მოსადის, შინბეტის, ზოგჯერ ატომური ენერგიის კომისიისგან, მე ნამდვილად ვითხო. მე ვამტკიცებ, რომ ეს იქნება მოსმენილი და ადამიანები, ვინც ამას იციან, ამბობენ, რომ აქვთ მოთმინება და ასე შემდეგ. დიახ, ეს მოთმინების საკითხი არ არის, დიდი მადლობა მართლა. მე აუცილებლად მოусმენ თითოეულ ადამიანს. და მე უბრალოდ არ თამაშებ, თითქოს უსმენ. კარგი, მე ნამდვილად უსმენ და წინასწარ ჩამოყალიბებული აზრი არ მომაქვს. შენ უკვე ჩამოყალიბებული აზრით მოდიხარ? ხშირად მე ჩამოყალიბებული აზრით მოვდივარ, ზოგჯერ კი არა. და თუნდაც ჩამოყალიბებული აზრი მქონდეს, შეიძლება რაღაცა ისეთი მოვისმინო, რაც მანამდე არ მომისმენია. და ჩემთვისაც. ძალიან ვცდილობ, ამისთვის არსებობს ეს სამსახური, ის ირანელი. და ეს სუფთა სიმართლეა. აი ადმინისტრატორმა ვერ გაართვა თავი ტელეფონს, განახლებებს და X. მაგრამ ეს შენი ვალდებულებაა, შენ მოდიხარ ქვეყნის სამართავად. მიეცი ადამიანებს, რომლებიც საკვანძო პოზიციებზე არიან, შენი დრო. მიეცი მათ შესაძლებლობა გამოხატონ თავიანთი აზრი.
შეგიძლია ეს უგულებელყო, შეგიძლია ეს გაითვალისწინო, მაგრამ თუ მათ არ მოусმენ, მაშინ ისინი შენც არ მოგისმენ. ეს ისაა, რასაც ვაკეთებ. და ყველა ადასტურებსო ალბათ ამას უფრო ხშირად ვაკეთებ, ვიდრე ჩემი წინამორბედები. კარგი. და მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ჩვენ ვირებთ გადაწყვეტილებებს, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ არმია მაშინაც კი როცა არ ეთანხმებოდა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები, მაშინაც კი როცა არ ეთანხმებოდნენ, საბოლოოდ ასრულებდნენ და ასრულებდნენ საუკეთესოდ როგორც შეეძლოთ. რა თქმა უნდა, იგივე ეხება მოსადს და იგივე ეხება შინბედს. კარგი. ზეწოლას ახდენენ ჩემზე. შეიძლება საათობით გესაუბროთ, ძალიან სასიამოვნოა, მიხარია რომ მოხვედი. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქმე ჩემს გარშემო უყურებ და ხედავ ქვეყნის დატოვების ტალღას. აუცილებელია რომ ეს გაგრძელდეს და სულად იყოს უზრუნველყოფილი. ეს არ არის მარტივი ამოცანა. ეს არ არის მარტივი ამოცანა. ნუ ემატარέφასი. დასაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენ ვართ საერთაშორისო გარემოში, რომელიც ყოველთვის გამოწვევებით არის სავსე. და აუცილებელია ვიცოდეთ, როგორ ვიმოძრაოთ მასში ისეთივე ოსტატურად, როგორც მე ვისწავლე ღამის ნავიგაციაში ორიენტირება. აქედან არც ისე შორს იქ ბორცვებზე, რომლებიც მდებარეობს პეტატიკვას აღმოსავლეთით. ფორმაში ხარ? დიახ, საკმაოდ კარგად, დიახ. დიახ. და ეხლა გავიდეთ 1 კილომეტრი ვირბინოთ. ეს მხოლოდ სარბენად არ არის. იცი, გითხარი, რომ სრული დატვირთვის ტესტი გავიკეთე და ჩემი ასაკობრივი ჯგუფის ზედა ნაწილში მოვხვდი. დატვირთვის ტესტი გაიკეთე. დიახ, რამდენიმე თვის წინ. სპორტი გიყვარს თუ არა? ამას იმიტომ აკეთებ, რომ ტოპაზმა თქვა, კამერაზე კარგად ჩანსო. არა. არა, ის იქ არ არის. ის ვერ იქნება. უბრალოდ გადაი. ის მაინც ესე მალე არ გაიგვიძებს, მაგრამ არა, სინამდვილეში ეს მომწონს. მართლა, ამას ყოველ დღე აკეთებ. არა. დაახლოებით 4-ჯერ კვირაში და ეს საკმარისია. რა? ამას სულისთვის აკეთებ. მოიცადე, ყველაფერს გვერდზედებ. სულს ყვება. 100%-ით ხო, მესმის. ეს ძირითადად ჯანმრთელობისთვისაც არის, მაგრამ კიდევ რა, მაგალითად, კიდევ რას აკეთებ, რაც ჩვენ არ ვიცით. ან რაც კეთილდღეობისთვის არ არის. ან მითხარი, მე ყოველთვის ვმუშაობ. მე არა, არავითარ შემთხვევაში. მე ვკითხულობ წიგნებს. ეს ვიცი. ძალიან. და მხოლოდ გარეკანი არ არის მნიშვნელოვანი, ხო ხედავ? მე ვკითხულობ წიგნებს. რატო თქვი ეს? გსმენია ოდესმე რომ ლიტერატურაში არ მიყვარდა კითხვა. საშუალო სკოლაში, როცა 5 ლიტერატურულ ერთეულას ვსწავლობდი, მხოლოდ უკანაკდას და დასაწყისს ვკითხულობდი და დეტალურ პასუხებს ვწერდი. მასწავლებელი მეუბნებოდა, ჩანს რომ წიგნი არ წაგიკითხავს, მაგრამ რადგან კარგად ნაწერე, 90-90 გიწერდი. ასე მოვიქეცი მე და შენ თქვი რომ მთელი წიგნი წაიკითხე. დიახ, მაგრამ წიგნებს მე თვითონ ვარჩევ. კარგი. სუდი წიგნის საკითხვა სამწუხაროა. მუსიკას უსმენ. იცი, რა მინდა პირველად ვნახო, როცა წიგნს ვკითხულობ. რა თქვი? თუ პირველივე გვერდმა მომხიბლა, თუ ის აბსოლუტურად ნათლად და მიმზიდველად არ არის დაწერილი, უბრალოდ წიგნში ვაშოდივრს. ბოლოს სხვა ეგზემპლარს მოძებნია. მაგრამ უნდა კონდეს სიღრმე, არა მხოლოდ სიცხადე, არამედ სიღრმეც. და ჩემი აზრით, ამას შემცვლელი არ აქვს. და ეს არის ერთ-ერთი ასპექტი, რაც მაწუხებს ჩვენ შვილებთან დაკავშირებით, რომ ისინი ამ მოკლე შეტყობინებებს მისდევენ და არ ღმავდებიან და ამას შეიძლება ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, საპირისპიროდ იმისა, რასაც ფიქრობენ ხელოვნური ინტელექტის შეცვლის ამას. დიახ. რა თქმა უნდა. მაგრამ დავიწყე შენთვის თქმა, ნახე, შენ მეკითხები რატო არ აქვს, იმიტომ რომ იმ ამოცანების წინაშე რაც გვაქვს, ფიქრობ რომ შემიძლია შედეგები მოვიტანო საერთაშორისო ასპარეზზეც ყველა პრობლემის მიუხედავად. და პრობლემებიც არის, ასევე სწორად უნდა მართოთ ეს და ასევე მაქსიმალურად ბევრი უნდა მოვიტანოთ. ერთიანობა ხალხისთვის. ეს უნივერსალური არ იქნება, ალბათ არ მოიცავს იმ ადამიანებს, ვისაც შენ მიუთითე, ამჯერა რომ მოიცავს არაბულ პარტიებს, რადგან ისინი უარყოფენ ისრაელს როგორც ეროვნულ სახელმწიფოს. ისინი აქ პალესტინის სახელმწიფოს შექმნას ცდილობენ, მაგრამ 7 ოქტომბრის შემდეგ ეს შეიძლება ბევრ ამას მოიცალდეს და ფიქრობ რომ მე ერთადერთი ვარ, ვინც ესეთ ფართო ეროვნულ მთავრობას მოიყვანს. კითხულობენ, რატო არ შედიხართ ეს მთავრობაში იცხაკ აიზენკოთთან ერთად, რაც მას არაბებზე დამოკიდებულების პრობლემას მოუგვარებდა. არა, და პასუხი ძალიან მარტივია, რადგან ეს ეროვნული მთავრობა არ არის, ეს მემარცხენე მთავრობაა. სხვათა შორის, მარცხენად ყოფნა სიფსხვილი არ არის. ეს ლეგიტიმური მოსაზრება, მე მას არ ვეთანხმები, მაგრამ თუ შენ მართლა გინდა პალესტინის სახელმწიფო და თუ მართლა გინდა პოლიტიკა, რომ ჩავიკეტო ჩვენ 4 კედელში, როგორც მათ მართლა უნდოდათ, არ არის პრობლემა. რაც არ არის სწორი, ეს არის ამის დამალვა, თავის გასარება მემარჯვენედ, მაშინ როცა მემარჯვენე არ ხარ, როცა მემარცხენე ხარ. ეს არ არის სწორი და არც ყველა თვალსაზრისით არის პატიოსანი. თუ რაც შეიძლება კარგად, იკავი გუწფელი.
ცოტა ჩემ პოზიციებთან დაკავშირებით მე არ მალავ მათ. მე მჯერა რომ ფართო ეროვნული მთავრობის პირობებში ჩვენ გადავჭრით უმეტეს პრობლემებს. შეიძლება არა ყველა, მაგრამ გადავჭრით. და ისე რომ ეს გადაწყვეტილება განხორციელდეს, რომ ის არ შეეჯახოს კედელს. რა თქმა უნდა. ეს არის ჩემი განზრახვა და ვიმედოვნებ, რომ ისრაელის პატივცემული მოქალაქეები კიდევ ერთხელ მომცემენ პატივს, რომ მათ ვემსახურა. პრემიერ-მინისტრო, ძალიან ვაფასებ, რომ აქ მოხვედით. თქვენ იცით, მადლობა ვაფასებ, რომ თქვენი პირველი პოდკასტისთვის დამპატიჟეთ. დიდი მადლობა რომ მოხვედით და თქვენ დაპატიჟებული ხართ. მადლობთ. შემდეგ ჯერზე. სალამატებას გისურვებ. დიდი მადლობა რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად შეიტანეთ წვლილი იმ ფიქსის გასაღების საშუალებით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც მიზნად ისახავს თქვენთვის სიმართლის მიწოდებას. თქვენი წვლილი გვეხმარება საქმიანობის გაგრძელებაში.